ხმა ისმის ჩემი? დიახ, იცმის. მოგესალმებით ყველას. ცოტა ტექნიკური ხარვეზების გამო შეგვიგვიანდა დაწყება. ამიტომ როგორც მოგეხსენებათ, დღეს აღარ იქნება არანაირი პრეზენტაცია, როგორც იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა წინასწარ ანონსის დადება. ძალიან დიდი თხოვნა ყველამ გამოვცეთ მიკროფონები. ვიდეო თვალი ჯერჯერობით არავინ არ ჩართოს. როდესაც დავიწყებთ კითხვა-პასუხებს, შესაძლებელია და ბევრად უკეთესიც იქნება, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ჩართოთ შემდეგ ვიდეო თვალი, ეხლა სანამ გაფრთხილებ მანამდე არა, ჩართოთ და ასეთი სახით შეგვიძლია ჩავატაროთ ბრიფინგი, ანუ კითხვა-პასუხები, რამდენადაც ვიცი, ყველას გაინტერესებს ძალიან ბევრი რამე. რადგან ჩვენ უკვე ფაქტიურად აღარ აგვაქვს პრეზენტაციის შემდეგ არანაირი შეკითხვები, ასე მოვიფიქრეთ და დავადგინეთ ლიდერთა ჩატში, რომ კვირაში ერთხელ ჩატარდება ხოლმე ასეთი სახის ბრიფინგი. ამაში ამ ეტაპისთვის ახლა მარტო მე ვიქნები და მე მივიღებ უშუალოდ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, შემდეგისთვის ბევრად უფრო ორგანიზებულად გავაკეთებთ ამას და გვერდში აუცილებლად მეყოლება თანამშრომელი, ასე ვთქვათ, ასისტენტის სახით, რომელიც წაიკითხავს შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე, რა თქმა უნდა, შემდეგ მე გავცემ პასუხს და ზოგჯერ მეც ამოვიკითხავ თავისთავად ამ შეკითხვებს. ეს ეხება იმ შეკითხვებს, რომელიც იქნება წერილობით დასმული ჩატში. ჩატში, სპეციალურ ჩატში, რომელიც იქნება შეკითხვების ჩატი და თქვენ ვისაც გექნებათ სურვილი, რომ რაღაცა დაგებადათ შეკითხვა და იმ მომენტში ჯერ არ არის ბრიფინგი და ამ შეკითხვაზე გინდათ მიიღოთ პასუხი, თქვენ წერილობითი სახით შეიტანთ ამ შეკითხვას იმ ჩატში და ბრიფინგის დროს, აი ესეთი ბრიფინგის დროს, მე რა თქმა უნდა, იმ შეკითხვებს ამოვიკითხავ და სანამ იმ შეკითხვებზე გავცემ პასუხს, მანამდე ის ადამიანები, ვისაც პირდაპირ უნდა ბრიფინგზე დამისვას შეკითხვა, რა თქმა უნდა, ამასობაში, სანამ მე იმ წერილებს ამოვიკითხავ და იმ პასუხებს გავცემ, ისინი მოიფიქრებენ კონკრეტულად აქ პირდაპირ რა შეკითხვა უნდა დამისვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მიღებული, ეს ხდება ყველა ნორმალურ აბსოლუტურად პრესტიჟულ კომპანიებში, ევროპაში სწორედ ასეთი სახით ხდება. ამიტომ მე მგონი მიღებული იქნება ეს თქვენთვისაც და საერთოდ მთლიანობაში ამ საქმიანობისთვის წინსვლისთვის უფრო უკეთესი იქნება ნამდვილად. რამდენადაც მოგეხსენებათ, ჩატი უკვე დახურული იქნება, ძალიან მალე ჩვენ გვინდოდა უკვე ჩატი დაგვეხურა, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ეს ვერ ხდება. სამწუხაროდ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დასრულდება და მოწესრიგდება, რა თქმა უნდა, ჩატი აუცილებლად დაიხურება და სულ სხვა მეთოდით წავა აქ და სხვა ფილიალებში, ჩემს ფილიალებში მუშაობა. ახლა ძალიან დიდი ყურადღებით გისმენთ, თუ შეიძლება ის ადამიანები, ვინც ჯერ არ საუბრობთ, გამოვცეთ მიკროფონები, როდესაც შეკითხვას დასვათ, ჩართეთ მიკროფონი და შემდეგ აუცილებლად ისევ ჩვეულებრივად დახურეთ მიკროფონი. ვიდეო თვალის გახსნის უფლებას ეხლა ნამდვილად გაძლევთ, პირიქით უკეთესიც იქნება, თუ ჩართავთ ვიდეო თვალს, შეძლებით დაგვარად, უფრო მოვთხოვდი მე ამას თვითონ პარტნიორებს ვთხოვ, რომ თვითონ გახსნან ვიდეო თვალი და უფრო კარგი იქნება ასეთი სახით საუბარი. თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი. ძალას ნამდვილად ვერ დაგატანთ ამ საკითხში. მე გახლავთ ნანა ლუნიძე, ვინც არ მიცნობს, მე ვარ პროფესიით ინჟინერი.
ავსტრიაში ცხოვრობ უკვე 20 წელია, 20 წელზე მეტია ფაქტიურად. დამკვიდრებული ვარ აქ უკვე როგორც მოქალაქე, რა თქმა უნდა, როგორც ემიგრანტი ვიყავი, მაგრამ მე ხარ როგორც მოქალაქე. ძალიან წუხვა და ძალიან მინატრება ჩემი საქართველო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის საქართველოში ჩამოსვლა. ვიმედოვნებ, რომ კომპანია ლილგუდი განაპირობებს იმას, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც მე აუცილებლად გეწევი საქართველოში და ყველა სასწაულს მოგეფერებით. ამიტომ დღესდღეობით ვიმყოფები მე ავსტრიაში. ავსტრიაში იყო უამრავი რამ შემოთავაზებული, მაგრამ არ მინდა ახლა ძალიან გამვრცელდეს სიტყვა, უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა, რატომ მოხდა ეს, რომ დღეს მე ავსტრიიდან დაგიკავშირდით თქვენ. იმიტომ მოხდა ეს, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა, მიუხედავად იმის, რომ 20 წელი არ ვიმყოფები ამ მანძილმა, საერთოდ არ პირიქით არ გაანელა ეს სიყვარული, პირიქით უფრო გააღვივა. ამას შემოიტანა ეს. თუ ძალიან თუ შეიძლება მიკროფონი გამოვცეთ რა. დიდი მადლობა. და ამიტომ მიუხედავად იმის, რომ უამრავი შემოთავაზებები მქონდა, მე არც ერთი შემოთავაზება არ მივიღე მხედველობაში იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდე იმ შემოთავაზებებით. თქვენ წარმოიდგინეთ, არ მქონდა დაგეგმილი საერთოდ ასეთი რაღაცა, რომ საქართველოში შემოვიდე. ერთადერთი მქონდა ტკივილი, წუხილი, ჩემი ხალხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხედავდი რაც ხდებოდა, რა სიტუაციებიც იყო, მაგრამ ვეძებდი ყოველთვის საშუალებას, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს ადამიანები ცოტათი მაინც ფეხზე დამდგარიყვნენ, ცოტათი მაინც ამოესუნთქათ, მაგრამ რაღაც სასწაული მოხდა და აღმოჩნდა ეს მოვლენა, ეს კომპანია ლილგუდი, რომელმაც უბრალოდ ბიძგი მომცა იმისთვის, რომ აი ეს ის არის, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება ელოდებოდი, რომ დახმარებოდი შენ ხალხს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება და აი ესეთი სახით ჩემ მეგობარს შევთავაზე, რომელიც თავისთავად შევიდა საქართველოში და აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ საქართველოში მოღვაწეობა. მე გავაცხადე, რომ მე საქართველოში უნდა შევიტანო ეს კომპანია. ასეც მოხდა. ეს არის უნიკალური კომპანია მართლაც, რომელიც მთელი თავის არსებით ამტკიცებს იმას, რომ ზედამხედველები ვინც არიან ამ კომპანიის დამაარსებლები, რეალურად ადამიანებმა იფიქრეს სხვაზე, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, მათ შეეძლოთ ბედნიერად თავიანთი მილიონებით და ეცხოვრათ აბსოლუტურად უზრუნველყოფილად ყოფილად და სულ არაფერზე არ აფიქრათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, მათ არ მოეწონათ ის, რაც ხდებოდა გარშემო, მათ არ მოეწონათ ის, რაც აქამდე იყო, რომ მხოლოდ ერთეულები ბედნიერდებოდნენ იმ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, ამიტომ მათ გადაწყვეტეს შემოიტანონ ეს კომპანია მსოფლიო არენაზე და გაახარონ ნებისმიერი ადამიანი და მისცენ ეს ბედნიერება, რომელიც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები აღწევენ უმაღლეს წარმატებას, არიან გახარებულები, ბედნიერები, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ჯანმრთელობითაც. ელემენტარულად მათ მიეცათ იმედი იმის, რომ არის ასეთი რამ, რომელიც დღეს და ხვალ და ზეկ მათ და მათ შვილებს და მათ მომავალს მისცემს შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილი იყვნენ ყოველ მხრივ. აი ეს იმედი თუნდაც უკვე ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს, რომ უკვე იყოს ბედნიერი. აი დღეს შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდივართ უკეთესობისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება ჩვენი შესაძლებლობები და აი სწორედ ის, რომ ხედავთ რეალურ ნაბიჯებს, ხედავთ რეალურ წინსვლას, წარმატებას, ადამიანების გახარებულ სახეს. ამას ხო ჩვენ არ ყვებით რაღაცა სადღაც იქ მომხდარ ისტორიებს, ხო? ჩვენ რეალურად აქ ხედავთ ჩვენს თვალწინ ამ ადამიანების იმ მწუხარე მდგომარეობიდან სიხარულისკენ გადმონაცვლებულ მდგომარეობას. ანუ იმხელა გარდაქმნა და იმხელა ცვლილება ხდება დღეს ჩვენს თვალწინ, რომ ამას რეალურად ვერ შეხედავ გულგრილად, ეს გახარებს, ეს გაბედნიერებს და
რა მიზანიც რეალურად ჰქონდა, მე იმას ახლა დღეს ვხედავ თქვენთან ერთად, თქვენ და ჩვენ თვალწინ ეს ზღაპარი რეალობად იქცა და მართლაც მე თვითონ ვარ ძალიან ბედნიერი ამ ყველაფერს ჩემი თვალით რომ ვაკვირდები. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობები ბევრია, სირთულეებიც ბევრია, ყველაფერი არის, მაგრამ მიუხედავად ამის, იმდენად გამჭვირვალეა კომპანია, იმდენად წესიერია ყველაფერი, იმდენად წესიერი ზედამხედველები არიან და შემოქმედები ამ შედევრის ისეთი ადამიანები არიან, რომ მთლიანად თავისი არსებით ამტკიცებენ, რომ ასეთი დღეს არსად არ არის. ეს არის ერთადერთი, რომელმაც რეალური ჭეშმარიტი სიხარული მოუტანა არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ფული უჭირავთ ხელში და ფულს აკეთებენ, არამედ იმ ადამიანებსაც, ვისაც ერთი კაპიკიც არ ეჭირათ ხელში და გახდნენ შევიდნენ იმ ფაზაში, რომ მათ არათუ უბრალოდ ფული უჭირავთ ხელში, არამედ ძალიან ბევრი სასიკეთო. თუნდაც ავიღოთ ადამიანი, რომელიც სათავეშია, ჩვენი ზემდგომი სპონსორია, ტიმ მილერი, ადამიანი, რომელმაც მასე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ეს მართლაც საოცრებაა, იმიტომ რომ ასეთი რამე იშვიათად ხდება საერთოდ. ეს ადამიანი ქუჩაში იყო, ის მათხოვრობდა, იმიტომ რომ ინვალიდი იყო და შესაძლებლობა არ ჰქონდა ემუშავა და მოგეხსენებათ ამერიკაში ეს ცოტა რთული სიტუაცია. და მან აქტიურად აი ამ მათხოვრობით შეაგროვა $50, რომელსაც ჩვენ ვდებთ კომპანიაში. პირველი შესატანი და ერთადერთი შესატანი, გულისხმობ ერთჯერადი შესატანი, რომელსაც ჩვენ მთელი ცხოვრების ბიზნესს ყიდულობ და ტიმ მილერმა გააკეთა ეს, იშოვა ეს ფული, აი ამ გაჭირვებით და დარეგისტრირდა კომპანია ლიბგულში. დღეს ტიმ მილერი არის მილიონერი. მას აქვს თვიური შემოსავალი, არც კი მინდა დავასახელო იმხელა. და ამ ადამიანს აღარაფერი არ უჭირს. ამიტომ დღესდღეობით, როდესაც მე ვისმენ ასეთ რაღაცას, რომ $50 ეს ფასიანი ყოფილა მან დარეგისტრირება, არ შემიძლია, არა მაქვს ეს თანხა, ვერ ვიშოვი. მეგობრებო, $50 თქვენ ყიდულობთ სამუდამო ბიზნესს, რომელიც რადიკალურად წვდის თქვენს ცხოვრებას. $50 არ არის ნამდვილად, როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს, როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ. როდესაც ჩვენ წინ გვიდევს სასწორი, ავირჩიოთ ესა თუ ის ყოფა, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ იქნება რთული, ვიშოვოთ ის $50 და ჩვენი მომავალი არათუ გავაუმჯობესოთ, რადიკალურად შევცვალოთ. არათუ ჩვენი მომავალი, არამედ ჩვენი ოჯახის წევრების მომავალი. თუ არასოდეს არ მივიღეთ არაფერი გადაწყვეტილება, თუ არასოდეს არ შევცვალეთ რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში, ვიქნებით სრული მყოფაში, რა ყოფაშიც ვიმყოფებით. არც არასოდეს არაფერი შეიცვლება, არც ჩვენთვის და არც ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ, თუ იმ ადამიანმა მოახერხა, ტიმ მილერმა, რომ აი იმ გაჭირვების პერიოდში თვითონ $1 შეაგროვა, შეიძლება ცენტობაც შეაგროვა ეს თანხა და ხედვა გამოავლინა და დაინახა ამ კომპანიის მთლიანი შინაარსი და გადადგა ეს ნაბიჯი და გააკეთა, რაოდენ ბევრად უფრო ადვილია ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. ყოველ შემთხვევაში ქუჩაში არ გავართ ხელგაშვერილები და არ ვთხოვთ ადამიანებს ცენტრებს ან ვადებს. მე არ მინდა ძალიან ვრცელი ვიყო საუბარში, პატარა შესავალებით გავაკეთე, დაახლოებით რა კომპანიაში ვიმყოფებით, რაოდენ დიდი შესაძლებლობები გვაქვს აქ, მე მთლიანობაშიც არ გავშალე ეს სურათი, მინდა რომ შიკადაში კითხვით გავშალოთ ეს სურათი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, მე მითხრეს რომ შემზადებულია ხალხი, მათ აინტერესებს რომ დასვან ეს შეკითხვები, რაც აინტერესებთ ამ კომპანიაში და რა თქმა უნდა ველოდები მეთქვა შეკითხვებს.
როდესაც დასვავთ შეკითხვას, გთხოვთ ჩართეთ მიკროფონი, თუ გინდათ ვიდეო თვალიც და შემდეგ გამოვთეთ. ძალიან დიდი თხოვნაა დავიწყოთ ბრიფინგი. ბრიფინგი იმას ნიშნავს, რომ კითხვა-პასუხი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ეს შეკითხვები დავსვათ და თქვენთვის სასურველ შეკითხვებზე მიიღოთ პასუხები. ამიტომ თამამად გახსნილად, გულახდილად ვისაუბროთ. ეს არის უბრალოდ საუბარი, თათბირი, ასე ვთქვათ. სადაც ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავარკვევთ და გავიგებთ. სიამოვნებით გისმენთ, ნებისმიერი შეკითხვა, რაც არ უნდა იყოს ეს უბრალოდ შეკითხვა, მნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა. რაც კი შეეხება კომპანიის გარშემო, ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ. გისმენთ მეგობრებო. აბა ვინ გაბედავს პირველი? საღამომშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა, გესალმებით. ძალიან ცუდად მესმის სამწუხაროდ. ეხლა გესმით? კი ბატონო, ეხლა მესმის. გისმენთ? მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში. გაიხარეთ, მადლობა. წარმატებებს ვსურვებ. ქალბატონო ნანა, მაინტერესებს შეკვეთა მაქვს სამი პროდუქტის, მაგრამ სალომე. ალო. უკაცრავად მიკროფონით თუ შეიძლება ვინც არ საუბრობს, გთხოვნა გამორთოთ მიკროფონი, მეგობრებო. ან ვინც არის ნინო, ქალბატონო ნინო, თუ ხართ მან სადმე, ძალიან გთხოვთ გააკონტროლეთ მიკროფონი. დიდი მადლობა. გისმენთ ქალბატონო სვეტა. Can you ବ୍ୟବსა? Anjo que uno me la duro. გისმენთ, მე მგონი ქალბატონი სვეტლანა საუბრობდა. ქალბატონი სვეტლანა, გისმენთ? აჰა. აი ხლა ისმის ჩემი ხმა ჩამერწყეს. თანაცისმოდა ხელი შეგიშალეს უბრალოდ. დიახ. იტალიაში ვარ ამჟამად და მაინტერესებს, აქ არის ქართული ბანკი რია. და თუ შეიძლება რომ რიას მისამართი მივაწოდოთ ლივგუდის კომპანიას, რომ სამი პროდუქციის შეკვეთა მაქვს, აი ვერანაირად ვერ ვახერხებ რომ გამოვიწერო, რადგან მე აქ მისამართი არ მაქვს და პატრონიც არ მაძლევს საშუალებას რომ მისი პოსტით ვისარგებლო. ცოტა რთული საკითხია, არა, რია ვერა, რიათი ვერა. გამოვიწყულია. საქართველოს და ხოა სვეტა იმაკანი. საქართველოს პოსტა არის იტალიაში, ჩვენ რო დავდივარ სვეტა. ხო და მაგაზებს საუბრობთ როზა ახლა? რთული საკითხია მითხრა. უკაცრავად, რომელ ქალაქში ბრძანდებით? იტალია. რომელ ქალაქში? ქვეყანა გავიგე, ქალაქი. უკაცრავად, ნაპოლი. ნაპოლში. ალბათო და უკაცრავად საუბარში რო ჩაგეჭერეთ. საქართველოს პოსტით ისარგებლეთ ბაზარში, ნაპოლში ვარ მე. იტალიაში ვარ. და სარგებლობ ჩვეულებრივად პოსტით. ზამის აძლე ქალაქი ნაპოლი პოსტის მისამად შენ ტელეფონს გირეკავს რო ჩავა რა ქვია პასილკა უკაცრავად რუსულ სიტყვაზე და დაგირეკავენ და ჩახო და აიღე. მისამართი საჭირო ოჯახის მისამართი საჭირო არა დასწრებული გეკნება იმ დღეს ჩახო და აიღე. უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის.
გაიხარით ქალბატონოია. აი, ვინც იტალიაში ცხოვრობს, დაგიწევთ მე უკვე უკეთესა. აწვით და წავაგდებ აქ ჩატში. ანუ იტალიაში ვინც ცხოვრობს, მათთვის უფრო გასაგებია, ხო, ეს როგორ ფუნქციონირებს, მაგრამ რია ბანკით ვერიფერები ფაქტურად ვერ გააკეთებს ამას. ახლა ესე იგი პოსტა უკეთესი ყოფილა, ხო არ ვიცი, პირველად უნდა გამოვიწერო. ეს შესაძლებლობა იტალიაში ძალიან კარგი. მაგას დაჯობია მე ახლა ვინც ცხოვრობს იტალიაში, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ცხოვრობს, ახლა ეგ უნდა მეთქვა, რომ იტალიაში ცხოვრობს ჩემი ახლო მეგობარი ნატო და მან კითხათ, რომელ ქალაქში ხართ და მან იცის ეს ყველაფერი როგორ ფუნქციონირებს უშუალოდ მათ ქვეყანაში, იტალიაში და საერთოდ საზღვარგარეთ. ამიტომ საზღვარგარეთ აქ ავსტრიაში ეს ვერ ვიცი, მაგრამ იტალიაში თუ როგორ არის და რანაირად არის ეს უფრო მან იცის ვინც იქ ცხოვრობს. დიახ, ქალბატონო ირენ, არ დამზარდეთ, ძალიან გთხოვთ, ჩამიგდეთ ლინკი. სად არის ეს პოსტა? ალბათ მტრედების ბაზარზე ან ძველ ბაზარზე უკაცრავად სიტყვა გამიგრძელდა. არა, როგორ შეკადრება? ხაბარ არის, იმიტომ არის ეს შეხვედრა, რომ უნდა გაგეგოთ თქვენი პასუხი. და მაინტერესებს შეხვედრა. მოგწევთ ყველაფერს თმოვანი. უღრმესი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გამოიჩინეთ თანამშრომლობა და მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ გასაცნობიერებული ხართ ამ საკითხში. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ვიმედოვნებ, რომ უკვე შეგეხმიანებიან და გასწავლიან თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი. გამარჯობა. გამარჯობა. მე ამჟამად ვარ გერმანიაში მუშაობ. გითხოვნა თუ შეიძლება ახლოს მიდით მიკროფონთან, რომ კარგად გავიგო ყველაფერი, რომ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. მე ამჟამად მუშაობ გერმანიაში ვარ, ხო და მეც იგივე პრობლემა მაქვს, მე მინდა რომ გამოვიწერო მეც და პროდუქტი და მე გამოვართმევ აქაური მას სახლის პატრონის ნომერს, ყველაფერს და თუ შეიძლება ასე რომ აქ გამომიგზავნო. კი, რა თქმა უნდა შეიძლება. შეგიძლიათ შეიტანოთ. უყურეთ, როდესაც შედიხართ კაბინეტში, მაგალითად, იქ არის მისამართი ორჯერ მიუთითებთ თუ მიაქციეთ ყურადღება, როდესაც დარეგისტრირდით. იქ არის მისამართი, საერთოში მისამართი, მაგრამ არის მისამართი ზუსტად იმისთვის, რომ პროდუქტები, როდესაც იქნება გამოწერილი, აი იმ მისამართზე რომ მიიღოთ ეს პროდუქტი. ამიტომ იქ შედიხართ, შეგაქვთ ის მისამართი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ და მიუთითებთ აი მაგ მისამართს და მაგ მისამართზე მოგივათ ჩვეულებრივად ეს პროდუქტი. მადლობა. შეიძლება უპასუხო, გამარჯობა გილოცავთ მარც. მე გერმანიაში ვარ. უფრო მეტი იცით რამე კი ბატონო უპასუხო. კი, მე გერმანიაში ვარ და ჩვეულებრივად გამოვიწერე და მომივიდა მისამართზე. კი, მეც მაგეუთხარი ზუსტად. ჩვეულებრივად შევიძინე გამოიწერე. უფრო სწორედ მოდის შეტყობინება, მიდიხარ და მე შენ ღებულობ. ბინაზე არ მოდის. ბინაზე მოდის შეტყობინება, მე თქვენ მიბრძანდებით პოსტაში და აიღებთ. აჰა, კაი. არა, ასეც არის და მე პრინციპში რატო, მაგალითად ავსტრიაში ჩვეულებრივად მოდის პირდაპირ მისამართზე მოაქვთ. ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. პირდაპირ. არ ვიცი, გერმანიაში ვარ და გერმანიაში ესე გამოვიწერე და მომივიდა შეტყობინება, მივედით და ავიღეთ ჩვენ. თქვენ ალბათ მისამართი არა გაქვთ მითითებული და მაგიტომ თორე გერმანიაში ჩვეულებრივ ხდება მითითებული მაქვს, ყველაფერი მითითებული მაქვს აბსოლუტურად. ან თქვენ დაასწარით მოვლენებს შეტყობინება ჩემთანაც მოვიდა, მაგალითად, როდესაც გამოვიწერე, მაგრამ დაველოდე და შეტყობინების შემდეგ სახში მომიტანეს. შეიძლება, არ ვიცი. შეიძლება თქვენ მოვლენებს დაასწარით უბრალოდ და რახან მოვიდა შეტყობინება, თქვენ თვითონ მიაკითხეთ, მაგრამ წესით ევროპაში პირდაპირ მისამართზე მიდის ყველანაირი პროდუქტი. მე მაგალითად DHL-მა მომიტანა. ასევე ჩემთან მოიტანეს და მირეკა კურიერმა ჩავედი და ავიღე. კი, მისამართზე მოდის იტალიაში. კი, იტალიაში და ყველგან ევროპაში. ყოველგვარი ჩვენ არ გვიწერს იქ წასვლა, რაც არ უნდა გამოვიწერო, აგერ წლებია ვარ ევროპაში. ისმის ჩემი ხმა კარგად? კი.
რაც არ უნდა გამოვიწერო, ამდენი ხანია ვარ ევროპაში, არათუ ლივგუთში, არამედ საერთოდ ყოველთვის სახში მოაქვს ყველაფერი. მადლობა ყველას, გაიხარეთ. ასევე თქვენს მადლობა. აბა გისმენთ მეგობრებო? ერთი კითხვა მაქვს ხალბატონო ნანა. გისმენთ ხალბატონო როზა. ერთი ადამიანი მყავს ისეთი რომ აი ტანსაცმელები თუ იქნებაო აი ტანსაცმელები ამ იმაში არის თვითონ? რა თქმა უნდა იქნება, ტანსაცმელიც იქნება, არათუ უბრალოდ ტანსაცმელი იქნება, განსაკუთრებული ტანსაცმელი, ძალიან მაღალი ხარისხის და მაღალი ბრენდის, აუცილებლად იქნება, თუ როდის იქნება ზუსტად ამ ხარისხს ვერ გეტყვით, მაგრამ ტანსაცმელიც იქნება, ტექნიკაც იქნება, იურიდიული მომსახურებაც იქნება, ტურიზმიც იქნება, ყველაფერი იქნება. მთავარია ჩვენ დავრჩეთ აქ. ძალიან დიდი. დღეს სპეციალურად მითხრა კითხეო. კი, აუცილებლად იქნება. ყველაფერზე ზრუნავენ ადამიანები, ვინც დაარსა ეს კომპანია. ყველაფერს აკეთებენ ამის. და ეს კარტაც იქნება ალბათ ფულის ჩასარიცხი, ხო? თანხის ჩასარიცხი კარტები. თქვენ გულისხმობთ, რომ თვითონ კომპანიას ექნება თუ არა ბარათი? ხო. კი, ბარათი უკვე აქვს კომპანიას კი არა, უბრალოდ კომპანიასთან რომელი კრიპტოსაფულებს თანამშრომლობს კომპანიასთან, ეს არის BitPay და e-wallet-ი და ეს BitPay და e-wallet-ი თანამშრომლობენ კომპანია ლივგუთთან. ესენი არიან შუამავალი საფულეები, რომლებიც გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მაგ საფულეების მეშვეობით ჩვენ ფაქტურად გადავიტანოთ ჩვენ საკუთარ ბარათზე. მაგრამ ასევე მაგ საფულეებს გააჩნიათ საკუთარი ბარათები, ვიზა და მასტერკარდი, უფრო ვიზა, რამდენადაც ვიცი, მაგრამ BitPay-ის საფულე, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან, BitPay-ის საფულეს ჯერ პერსპექტივაში აქვს ეს ბარათი, e-wallet-ის საფულეს უკვე აქვს ბარათი, რომლითაც ფაქტიურად სხვა ქვეყნებში თავისუფლად იწერენ ადამიანები ამ ბარათს, არც ძალიან ძვირი გამოწერა ხდება, ღებულობენ და უკვე ამ ბარათით პირდაპირ სარგებლობენ. მაგ ბარათით შეუძლიათ ისარგებლონ პროდუქტიც იყიდონ, თუ რამე იქნება კომპანიაში და ანუ კომპანიის შიგნით რაც იქნება, პროდუქტი იქნება და პროდუქცია თუ რაც იქნება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ რაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგ ბარათით ვერ შეგიძლიათ შეიძინოთ, ასევე ჩვეულებრივად ბანკომატიდან შეგიძლიათ გამოიტანოთ თანხები მაგ ბარათიდან. ანუ ეგ უკვე ფუნქციაშია, ვინც e-wallet-შია დარეგისტრირებული უკვე ფუნქციონირებს, მეც უკვე გამოვიწერე ეს ბარათი და ველოდები. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება აქ ავსტრიაში, როგორ იმუშაობს ეგ ბარათი, მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ საქართველოში რატომღაც იყო მცდელობა მაგ ბარათის შეძენის და საქართველოში ცოტა გართულდა ეგ პროცესი. ვერ გეტყვით რატომ გართულდა, მაგრამ პიროვნებამ ვერ მიიღო ეს ბარათი და არ ვიცით მიზეზი რატო ვერ მიიღო. მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ხალხს გამოაქვს უკვე მაგ ბარათებიდან თანხები. ანუ ბარათიდან, რომელიც თვითონ კომპანიას გააჩნია. ჯერჯერობით სხვა მეთოდები გვაქვს ამ ფულის გატანის და შეტანის და ასე შემდეგ და გადახდის და არც ეს არის რთული, მე მაქვს ინსტრუქციების ჩატში ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ის სისტემა, რომელი სისტემის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ფული გავიტანოთ ოფიციალური სახით, გავიტანოთ ჩვენს ბარათებზე და ასეთი სახით დავიჭიროთ ხელში ის თანხა, რასაც გვირიცხავს კომპანია. აქ თუ იმყოფება ქალბატონი ლამძირა, ქალბატონი ნანი და ის ადამიანები, ვინც უკვე ფაქტიურად ისარგებლეს ამ სისტემით და BitPay-ის საშუალებით გაიტანეს თანხები, თუ შეიძლება ჩაგვერთეთ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და დასტურის სახით უბრალოდ ახსენით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, თქვენი თვალით დანახული, თუ აქ ბრძანდებით, ხო, თვითანახელოთ ჩვენთან და მოუყვეთ მსმენელს, თუ როგორ მუშაობს ეს.
იმედი აქ იმყოფებიან ეს ქალბატონები, ცოტა შეუძლოდ არიან, მაგრამ შემოგვეხმიანებიან. თუ არა და ქალბატონი ნატო იმყოფება აქ და თუ შეიძლება ვიცი რომ თქვენი ვაჟიშვილი ფაქტიურად სარგებლობს BitPay საფულით და თუ შეიძლება შემოგვეხმიანებთ. კი, ველოდებოდი თქვენ რომ დაასახელეთ ის პიროვნებები, მე თქვი მეგონა ისინი გასცემენ პასუხს. კი, ჩემი შვილი ჩვეულებრივად წეგან კი იყო შემოსული, ეხლა ვეძებდი, მე თქვი თვითონ გასცემდა პასუხს. კი, ჩვეულებრივად სარგებლობს ყველაფერს კარტით, პირდაპირ კარტაზე ავტომატურად ჯდება თანხა და მაგ კარტით, ბანკის კარტით სარგებლობს ყველაფრით. არა პრობლემა, უპრობლემოდ შეიძლება გამოტანა თანხის. ეს დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება იმას რომ გაიტანოს თანხა და რამდენ ხანში რაღაცა წამებში ჯდება თანხა და უკვე სარგებლობს მაგით. პირდაპირ ავტომატურად აი რაღაცა წამები, წუთები, მეტი კი არ უნდა, საათი, დღე არ უნდა დალოდინი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ აწყობილია სისტემა და უკვე ავტომატურად გადადის თანხა მის ბარათზე და გააქვს ჩვეულებრივად თანხა. პროცენტი რამდენი ქალბატონებია? 1% მე აქვს მე მგონი. 1%. ფაქტიურად დიდი თანხაც არ მიდის. თვითონ კომპანია 1%-ს იღებს, მაგრამ 1 ლარი პროცენტი არა, მგონი ლარი. დავაზუსტებ, ახლა ზუსტად არ მახსოვს. მოგესალმებით, ბოდიშს გიხდით, ვერ ჩავერთეუცებ. მართალი ბრძანდება ქალბატონი ნანა, იმიტომ რომ მე გამიკეთეს პირდაპირ BitPay და ორჯერ გავიტანე უკვე მაგ საფულიდან თანხა, საკმაოდ კარგი მომსახურება, უპრობლემოა, მაგრამ როდესაც უკვე გავიგეთ, რომ შიდა საფულეში თანხა ჩვეულებრივ შეგვიძლია გავაცოცხლოთ, აღარ ვიწუხებ ახლა იქიდან მე თავს და აღარ გადამაქვს ჯერჯერობით. იმიტომ რომ პარტნიორებს იმ დონეზე ჭირდება შიდა საფულეში თანხა, რომ BitPay-მდე ვიღამიდის. და მე უკვე კარგი სოლიდური თანხები წავა, თავისთავად ცხადია, მე უკვე გახსნილი მაქვს და უპრობლემოდ ვისარგებლებ. ეხლაც შემიძლია ვისარგებლო. საერთოდ უპრობლემოა, ძალიან მცირედი მიაქვს მართლაც, ეხლა უფულოდ არავინ არ მოგემსახურება საფულეში, მცირედი მიაქვს პროცენტი და ძალიან ონგებიანია თითეული ჩვენთაგანისთვის. პროცენტი თუ მიაქვს, რამდენადაც ვიცი, წაიღო უშუალოდ საქართველოს ბანკმა. და არა თვითონ მარტო საქართველოს ბანკმა წაიღო, იქიდან ბევრი არაფერი არ უქნია. ისევ და ისევ ქართული ბანკს მიაქვს. ისევ ჩვენმა ბანკმა კი ბატონო. როგორც ყოველთვის. მადლობა ყველას ვინც დაადასტურეთ ეს, ანუ როგორც გავიგეთ, საქართველოს რომელიმე ბანკს რომ თანხა არ წაეღო სარგებელი, ძალიან გამიკვირდებოდა. თუ შეიძლება რა მაინტერესებს. ნანა, ბოდიში მოვიხდი, გოჩა შემოვიდა, შეგიძლია კითხვა, რამდენი პროცენტი მეაქვს. გამარჯობა, ერთი წამით ქალბატონო ნანა, მე მგონი თქვენ გიდა საუბარი. აი ხა დაადასტურეთ უბრალოდ გოჩა დაილაპარაკებს, ბატონი გოჩა, ის სარგებლობს ამ BitPay-ის ბარათით და BitPay-ის საფულით და ის გვეწყობს თვითონ. გოჩა გისმენთ. გამარჯობათ, ხო, მაგრამ კითხვა ვერ მოვისმინე და რა გაინტერესებს. სარგებლო BitPay-ის საფული და რამდენ ხანში გიჯდება თანხა და რა პროცენტი მიაქვს? გოჩა, ეს გვაინტერესებს თუ შეიძლება. კი ბატონო, კი. დარიცხვიდან ხუთშაბათი თვის დარიცხვის მეორე დღეს მიჯდება პირდაპირ BitPay-ის იმაზე, საფულეზე, ელექტრონულ საფულეზე და ზუსტად 10 წუთში, მაქსიმუმ 15 წუთში, ანუ გადააქვს CoinMania-ზე და გადამაქვს პირდაპირ ეგრევე ვრიცხავ ბარათზე, ჩემი TBC ბარათი მაქვს და იმაზე ვრიცხავ. პროცენტი რაც შეეხება 1% მიაქვს BitPay-ის, არაფერი უმნიშვნელო და CoinMania-დან TBC-ზე გადატანისას მიაქვს 1 ლარი, რა თანხაც არ უნდა იყოს. ანუ თვითონ CoinMania-ც როგორც ჩანს პატიოსნად მუშაობს ბევრი თანხა. კი, 1 ლარი ზუსტად. მეტი არა, რა თანხაც არ უნდა იყოს. ძალიან კარგი, როგორც ხედავთ, ეს ფუნქცია მუშაობს, აგერ პიროვნებები, რომლებსაც უკვე არიან ჩვენი პარტნიორები, უკვე გააქვთ ასეთი სახის თანხები,
ეს ერთი პროცედურაა, ხო, გოჩა? მაგალითად, ერთხელვე რო ააწყობ ამ სისტემას, მე ხდება ნანა, მე უკვე კი ბატონო, ხო, თავი რეგისტრაციები ის საფრთხეებზე და მე ჩვეულებრივად ხო აწყობილი სისტემა ზუსტად აი უბრალოდ თვითონ ელოდები, აი BitPay-თან გადარიცხვა ხდება 1-10 წუთს ანდომებს რა გააჩნია რა. თუ დანარჩენი ისე CoinMoney-დან ეგრევე 1 წუთში უკვე იმ კარტაზე მაქვს ხოლმე ფული. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მე მგონი დაადასტურე ეს ყველაფერი, უღმესი მადლობა. ხედავთ, რომ ეს მუშაობს, ფუნქციონირებადია. ხო. შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო, გისმენთ სიამოვნებით. ბოდის გიფტით უნდა გაყოვნეთ. მოგესალმებით, არა უშავს, მოგესალმებით, ნანუკა ვარ ცხადაძე. მრავალს გილოცავთ, მრავალს დაესწარით, ბედნიერი ქალბატონები იყავით. ეხლა რაც მაინტერესებს და რის შესახებაც მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი. ნუ აქ მყავს დაიკარგა თქვენი ხმა. მყავს რა. და სტუმრებს აინტერესებს ამ კომპანიის შესახებ და თუ შეგიძლიათ ცოტა რაღაც რომ გვითხრათ და თუ შეგიძლიათ რომ ცოტა ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ კომპანიის შესახებ, სტუმრებს აინტერესებს დარეგისტრირება უნდათ და აი ამ კომპანიის შესახებ რას გვეტყვით? ნუ ამ კომპანიის შესახებ ბევრს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბრიფინგის სახეა, ეს არ არის პრეზენტაცია სამწუხაროდ. თუ შესაძლებელია რომ ისინი დაესწრონ შემდგომ პრეზენტაციას, ეს იქნება ორშაბათს და მოისმენენ სრულყოფილ პრეზენტაციას. რაც შეეხება კომპანიას, მე ძალიან ლაკონურად მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 22 წელს 13 დეკემბერს, მსოფლიო არენაზე შემოვიდა ზუსტად მაგ დროს, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდი, ძალიან დიდი პერიოდი ისინი ამზადებდნენ პროდუქტს, რომ აბსოლუტურად თავაწევლები შემოსულიყვნენ მსოფლიო პლატფორმაზე, მანამდე მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი ინტერნეტ მაღაზია, სადაც უკვე ამ პროდუქტს, რომელსაც უკვე შიგადაში გამზადებდნენ და შემდეგ გამოხონდათ ინტერნეტ მაღაზიაში, ანუ ეს პროდუქტი უკვე თვითგაყიდვადი იყო და ფუნქციონირებადი. პროდუქტი შექმნეს მედიცინის დოქტორებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, რომლებმაც ძალიან ბევრ სამუშაოებში, მეცნიერულ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, შექმნეს უნიკალური საუკეთესო პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად მსოფლიო მასშტაბით გავიდა პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ არსებობს კარგი პროდუქტი, არსებობს საუკეთესო პროდუქტი, არსებობს შეუდარებელი პროდუქტი და არსებობს ლივგუდის პროდუქტი, იმიტომ რომ ლივგუდის პროდუქტმა არათუ მსოფლიოში დაიკავა პირველი ადგილი, საქართველოში გვაჩვენა შედეგები და არ არის ეს უბრალო საუბარი, რადგან ჩვენ საუბრობთ, რომ აი კარგი პროდუქტია. რეალური შედეგები ვნახეთ უშუალოდ ჩვენთან საქართველოში, ჩვენ სტრუქტურაში და თუ რა შედეგები დადო, ეს ძალიან ხშირად ყველა პრეზენტაციაზე საუბრობთ ხოლმე თითქმის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად დაესწროთ სხვადასხვა პრეზენტაციებს, სადაც ის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ შედეგებზე, აუცილებლად მოგიყვებიან. რაც შეეხება ამ ყველაფერს, თვითონ კომპანია არის აბსოლუტურად ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა იმ კუთხით, რომ მსოფლიო არენაზე შემოვიდა, ძალიან ახალგაზრდა ამ კუთხით, რომ უშუალოდ მსოფლიო არენაზე გამოჩნდა ახლად. თორემ ის არსებობდა, როგორც გითხარით, ის ოფიციალურად არის დარეგისტრირებული შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში უშუალოდ და მოგეხსენებათ, ამერიკაში იყო ასეთი სიტუაცია, ინციდენტი, სადაც როდესაც ფეიკი შევიდა ამერიკაში და ძალიან დიდი ზარალი მიაყენა ადამიანებს და ამიტომ თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო მას შემდეგ ძალიან სერიოზული კანონი, რომ თუ ფეიკი შეეცდება ვინმე ფეიკი შეიტანოს, შეერთებულ შტატებში ის სისხლის სამართლის საქმით იჯდება. ამიტომ კომპანია ლივგუდი არის ოფიციალურად დარეგისტრირებული შეერთებულ შტატებში, ის ოფიციალურად იხდის ხარკებს შეერთებულ შტატებში, უშუალოდ ფლორიდის შტატში ეს არის კიდევ უფრო უკაცრესი შტატი და უფრო უკაცრესი მხარე. მოგეხსენებათ, არიან უამრავი კომპანიები, რომლებიც აფშორულ ტერიტორიებზე ხსნიან თავიანთ კომპანიებს, სადაც სწორედ თვალს უხვევენ სხვა ადამიანებს, რომ თითქოს ოფიციალური საბუთები აქვს, მაგრამ სინამდვილეში
საბუთები მათ გახსნილი აქვს აფშორულ ტერიტორიაზე, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე უბრალოდ პატარა ფულის გადახდით მათ აძლევენ რაღაცა ყალბ საბუთებს, ყალბიც არა, არის რაღაცა ისეთი უმნიშვნელო საბუთები, რომლებიც ფალსუხობენ იმ ადამიანებს, ვინც არ არიან ამ საკითხში გამოცდილები და გაცნობიერებულები. და ამიტომ მოგეხსენებათ, ამერიკაში ხარკის გადახდა რას ნიშნავს? თუ ოდნავ ვინმე მაინც ჩახედულია ამაში, ალბათ მიხვდება, რა კომპანიასთან გვაქვს საქმე და ეს კომპანია, ახალგაზრდა კომპანია, არა თუ გაბედა და შებედა, რომ გაუტოლდეს ტოპ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან დიდ რეიტინგებში შესრულები და მონაწილეობას ღებულობენ ყოველთვიურად იმ რეიტინგებში ეს ტოპ კომპანიები, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს თავიანთ ბიზნეს ცხოვრებაში, აი ესეთ კომპანიებთან ამ ჩვენმა საოცრებამ არა თუ შებედა და შევიდა და მათ გვერდით დადგა, არამედ 1000-ზე მეტ კომპანიას შორის ასეულში შევიდა და ასეულ კომპანიებს შევიდა 50-ში და 50-შიც კი პირველი ადგილი დაიკავა. ანუ პირველი ადგილი დაიკავა ყველა მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია და დღეს საქართველოსთვის რეალურად მნიშვნელოვანია, როგორც ყველაზე სანდო კომპანია მსოფლიოში. აი ესეთი კომპანია ლივგუდი, რომელმაც ფაქტიურად ჩაძირა და შემოტოვა უკან აბსოლუტურად ყველა კომპანიები, რაც არსებობენ დედამიწაზე, რა თქმა უნდა, არის მეტნაკლებობა ვიღაცამ რაღაცას მეტად მიაღწია, თუნდაც ქსელურმა კომპანიებმა, ასევე კლუბურ სისტემებმაც მიაღწიეს რაღაც უშუალებელ წარმატებებს, არის მაგალითად Amazon-ი, რომელიც უძვირესი კომპანიაა, ძალიან დიდი თანხების ბრუნვა იქ, ძალიან დიდი რაოდენობა მომხმარებლის და ასე შემდეგ, მაგრამ Amazon-იც კი ჩამოტოვა, იმიტომ რომ სულ ახალი სიტყვით შემოვიდა, ახალი სისტემა შემოიტანა, ანუ პატარა ელემენტი ჩადო თუნდაც ქსელურის და ასეთი სახით, რა თქმა უნდა, ქსელურებს უთხრა, კარგად იყავით, იმიტომ რომ მე უნდა ვიყო აქ, მე ვარ ერთადერთი, რომელმაც ფაქტიურად შეცვალა სამყარო ბიზნესის, ამიტომ უნდათ არ უნდათ ყველას მოუწევს უბრალოდ ხელების აწევა, დამშვიდობება, იმიტომ რომ ყველაფერი ძველი დარჩება წარსულში და ახალი შემოვიდა, რომელმაც უნდა გაახაროს ადამიანების გულები და ესეც მოხდა, ეს ფაქტია, როგორც სახეზეა ეს ყველაფერი ადამიანები არიან გახარებულები დასაწყისში მე ვილაპარაკე, იმით არიან გახარებულები, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმის ეს, რომ დღეს ლივგუდი არის ის, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდით. ყოველთვის რაღაცას ველოდებოდით, თუ ამბობდნენ, რაღაცა განსაკუთრებული უნდა შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაშიო და სწორედ ლივგუდმა გააკეთა ეს, რასაც ჩვენ ველოდებოდითო. გააკეთა იმით, რომ თუნდაც კლუბური სისტემა, კი ბატონო, ლივგუდი არის კლუბი, ლივგუდი არ არის ქსელური მარკეტინგი, ლივგუდი არის კლუბი, მაგრამ გასაგებია რა ხან ქსელურის ელემენტია შეტანილი, აქედან გამომდინარე ჩვენ ვხვდებით, რომ მაინც რაღაცნაირად შეგრძნება იქნება, რომ ეს ქსელურიც არის, მაგრამ არა მეგობრებო, ქსელური კომპანია არის ის, სადაც ჩვეულებრივად ფართოვდება ადამიანების მოწვევა, ეს გაფართოებული ადამიანების მოწვევა გადის უფრო მეტ სიფართოვეში, ტრაპეციულად იზრდება და ასეთი სახით ადამიანები, რომლებიც დაბლა რჩებიან, ისინი უკაპიკოდ რჩებიან. აი მათ ხარჯზე მდიდრდებიან ზემდგომები. ეს კომპანია სწორედ მაგ მიზნით შეიქმნა, სწორედ ასეთ სისტემებში მუშაობდნენ ის ადამიანები, ვინც დააარსა ეს კომპანია და მათ სწორედ ეს დაინახეს, რადგან ახლა მე ვსაუბრობ, დაინახეს, რომ მხოლოდ ისინი მდიდრდებოდნენ, დაბლა კი ადამიანები ფაქტიურად ვერაფერს ვერ აღწევდნენ და არის იცით, ღმერთმა ჩადო ადამიანში სინდისი და ყველა სინდისი სხვადასხვანაირი აქვს. ვიღაცას გაქვავებული აქვს სინდისი და მხოლოდ თავის საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, ვიღაცას პირიქით ძალიან გამძვინვარებული და ძალიან აი ესეთი როგორ ვთქვა, ძალიან ისეთი გრძნობიარე სინდისი აქვს და ნამდვილად შეაწუხა ამ სინდისმა ის ადამიანები, ვინც ქსელურ კომპანიებში მუშაობდნენ, დამაარსებლები კომპანია ლივგუდის და სწორედ მათ გადაწყვეტეს შექმნან აი ეს ახალი სიტყვა, რასაც ქვია ლივგუდი და შეცვალონ მთლიანად ქსელური სისტემის მიმართულება და შეცვალონ ასევე მიუხედავად იმის, რომ მათ მოდელად აიღეს კლუბური სისტემა,
მაგრამ გადაწყვეტეთ, რომ შეცვალოთ თუნდაც ეს კლუბური სისტემა და ცოტა სხვა რაღაცა თქვა, ვიდრე ამბობდა კლუბი. კლუბი რას ამბობდა, თუმცა მე ვარ მაგალითად Amazon-ის ერთ-ერთი პარტნიორი, წლებია მოღვაწეობ Amazon-ში, მოღვაწეობ როგორ კლიენტი ვარ Amazon-ის, ასე ვთქვათ, თუ რაღაცის გაყიდვა მინდა, ამის შესაძლებლობასაც მაძლევს, რა თქმა უნდა, Amazon-ი ნებისმიერ რამის გაყიდვა შემიძლია. ეს ხარისხიანი იქნება თუ უხარისხო, Amazon-ი იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ Amazon-ში მე ვიხდი ყოველთვიურად 15 ევროს, მაგრამ Amazon-ი მე ფაქტიურად არაფერს არ მიხდის. უბრალოდ ჩემგან იღებს თანხებს, აი წელიწადია მაგალითად მე არაფერი გამომწერია Amazon-იდან, მაგრამ ამ 15 ევროს ვიხდი, ოდესღაც ხა მომიდება მეორე წელს მაგალითად რაღაცის ყიდვა და ფასდაკლებაში ყიდულობ. არ ვიცი რამდენად ფასდაკლება გამოდის, როდესაც მე მთელი წელი 15 ევროს ვიხდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 100-ია აწყობილი სისტემა. მაგრამ ლინკუდმა გააკეთა ის, რომ 80% უწილადა თავის მომხმარებელს. 80% კომპანია გვიხდის ჩვენ მომხმარებელს და პარტნიორებს. ასეთი რამე არცად არ მომხდარა, არასოდეს მეგობრებო, ეს არის სენსაცია, ეს არის სასწაული, რომელიც აქამდე ვერავინ ვერ მოიფიქრა და ვერავინ ვერ მოიგონა. ამიტომ რაც შეეხება ქსელურს, ქსელურში თავისთავად არის ქსელურის ელემენტი, მაგრამ აქ იქმნება რაღაცა სისტემა, როდესაც ჩვენ ვიჭროთ ადამიანებს და როდესაც კონკრეტულ რაღაც სტრუქტურას ვახცევთ და ჩვენ სტრუქტურას შევქმნით, ამ სტრუქტურის შექმნის შემდეგ ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია შევწყვეტოთ მოწვევა. და ჩვენ სტრუქტურაში გადავამოწმოთ ის აქტიურობა, რომელიც ჩვენს სისტემაში არის. აქტიურობა რას ნიშნავს? ადამიანები ჩვენს ქვეშ რეგისტრირდებიან და ის ადამიანები უნდა დარჩნენ აქტიურები. აქტიური რას ნიშნავს? მათ უნდა სისტემატიურად ამ კლუბის მიხედვით, კლუბის სისტემის მიხედვით იხადონ $10. $10, როდესაც იხდია სისტემატიურად, ეს $10 იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სისტემატიური ფულის ბრუნვა იყოს კომპანიაში და ასეთი სახით, გარდა ის, რომ გადანაწილდეს ჩვენთვის ხელფასები ამ $10-დან, რომელიც ჩვენ გვიქმნის ყოველთვიურ ხელფასს გლობალურ სისტემაში და ასევე ეს $10 გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას იმის მეშვეობით, რომ 80% მიდის ქარხნებში, სადაც მზადდება პროდუქტი და ამიტომ არ ხდება ზედმეტი, რუსულად იტყვიან ნაცემკები, ანუ პროდუქტს არ ემატება თანხები, რომ ჩვენთვის შეუძლებელი იყოს ამ პროდუქტის ყიდვა და ეს $10 გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სისტემატიურად ტრიალებდეს ეს ბრუნვა და ტრაპეციაში არ წავიდეს, როგორც ეს ხდება ქსელურში. და ეს გვეძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ამ $10 რამდენი რამე ფუნქციონირებს კომპანიაში. ის, რომ ჩვენ გვეძლევა 75%-იანი ფასდაკლება, რადგან 80% მიდის ქარხნებში და იქიდან 2.5 მოდის ჩვენთან და ჩვენ გლობალურ ხელფასს გვიქმნის, ასევე ქმნის სისტემას, სტრუქტურას, როდესაც ჩვენ ავდივარ და ვავსებთ ჩვენ საფეხურებს, ჩვენ გვექნება ერთი საერთო სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გავდივართ ხელფასზე დაწყებული 2000-დან დამთავრებული 16,000-ზე და ყოველთვიურ ხელფასზე ლაპარაკი, ეს ხელფასი მზარდი ხდება სტატუსების და მიხედვით და როდესაც ჩვენი სტრუქტურა ივსება, ჩვენ შეგვიძლია თქვა, დაუშვათ გავხდით ჩვენ ბრინჯაო ან ვერცხლი, ჩვენ თავისთავად გვიყალიბდება ჩვენი სტრუქტურა, ჩვენი საფეხურები, ეს საფეხურები, როდესაც ივსება და უკვე სასრულს მივა, არის საფეხურები რაოდენობაა დაუშვათ 12-დან 15-მდე არის ეს საფეხურები და სტატუსების და მიხედვით, როდესაც ვავსებთ ამ საფეხურებს, ჩვენი სტრუქტურა უკვე იყრება და ჩვენ ვამბობთ დაუშვათ ბრინჯაოს, როდესაც ავსებთ თავის საფეხურს, ენიშნება სიტყვაზე $4,000, ხო? და ბრინჯაო ამბობს, რომ მე არ მინდა არც ვერცხლობა, არც ოქროობა, არაფერი არ მინდა, უბრალოდ ბრინჯაოში მინდა დავრჩე, ჩემი $4,000 მყოფნის, მეტი არ მინდა და მე აღარავის აღარ მოვიწევ. აი აქ დავასრულებ, თქვენი სტრუქტურა შეიქმნა თქვენი საფეხურებიდან გამომდინარე, უკვე შეივსო თქვენი ეს დონეები და თქვენ უბრალოდ უნდა გააკონტროლოთ, რამდენად აქტიური რჩება თქვენ სტრუქტურაში ადამიანი, ვინც იხდის იმ $10, ხო? იხდის თუ არ იხდის იმ $10. ეს არ არის ნამდვილად რთული, იმიტომ რომ კომპანიაში ბექ-ოფისი გვეძლევა, ჩვენ როდესაც ვიხდით $50, ჩვენ ვყიდულობთ ბექ-ოფისს, ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს ბიზნესს, იმ ბექ-ოფისში ყველაფერი გამჭვირვალეა აბსოლუტურად, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ იქ, დავათვალიეროთ ყველაფერი, ჩვენი სტრუქტურა შევამოწმოთ, იმიტომ რომ ყველაფერი აი ესე თაროებზეა ჩამოლაგებული
და ჩვენ ასეთი სახით არ გჭირდება იმისთვის, რომ ზესტაფონში ვიღაცა ყავს პარტნიორი და ჩავიდეთ ზესტაფონში და ვკითხოთ როგორ არის შენი საქმეო. რა ხდება და როგორ მუშაობ, ხო? შევდივართ კაბინეტში, მან ამ ადამიანის მეილია მითითებული, ამ ადამიანის ტელეფონის ნომერია მითითებული და ასეთი სახით ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ, რამდენად აქტიური რჩება ის პიროვნება. ჩვენ სად ხედავთ მის აქტიურობას და არ აქტიურობას? ხო, სისტემაში შევდივართ და ვხედავთ, თუ არა აქ ადამიანს გადახდილი წერია, რომ ის დარჩა როგორც კლიენტი. ის გადაინაცვლებს პარტნიორიდან კლიენტობაში. ამიტომ თუ ის წერია, რომ კლიენტია, ესე კი ეს იმას ნიშნავს, რომ მან დროულად არ გადაიხადა თანხა, ამიტომ ჩვენ რა შვებით, ჩვენ ვუკავშირდებით ჩვენს ფილიალებს, იმიტომ რომ შეიძლება სისტემა ჩვენ დიდი გქონდეს, ხო? არ იყოს ესეთი დაუშვათ 10 კაციანი და 50 კაციანი, შეიძლება 1000 და 2000 და 3000 კაციანი სისტემა გქონდეს. ამიტომ ჩვენ ახლა სათითაოდ ვერ დაუკავშირდებით ყველას, ამიტომ ყველა სისტემაში ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც თავიანთ სისტემას გადაამოწმებენ და თქვენ მოგახსენებენ, როგორც შემდგომს გეტყვიან, რომ აი იქ ეს გადაუხდელი, აი ეს სისტემა გადაუხდელია და ასეთი სახით თქვენ აკონტროლებთ თქვენს მთლიან შექმნილ სტრუქტურას და აი აქ ჩერდება თქვენი მოწვევის პროცესი. ამიტომ რიტორიკულ კითხვას გისვამთ, სად არის აქ ქსელური? ქსელური არ არის. იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ვიწევთ, ქმნით ჩვენ სტრუქტურას და აქ სრულდება ჩვენი მოწვევის პროცესი. შემდგომ, რატო ვიწევთ ადამიანებს? წევან მე ვქვი, მოგახსენეთ, რომ შევდივართ ასეთი სახით თვითგაყიდვადია პროდუქტი და რახან თვითგაყიდვადია პროდუქტი და ნებისმიერი რაღაც, რაც შემოვა, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ წევან ხალბატონმა როზამ დასვა იქნება, ტანსაცმელიო, კი ბატონო, ყველაფერი იქნება, იმიტომ რომ მარკეტპლეისის ფაზაში შევდივართ უკვე წამოიწყო სიტუაცია, რომ არა გარდა მარტო პროდუქტისა, უკვე სხვა რაღაცაც გვემატება, უკვე დაგვემატა ამ ერთ პორტფელში უკვე გვემატება ის, რაც უკვე ჩამოყალიბებული იყო, ის ნუსხა, ის სია და თავისთავად ეს სია დაგვემატება და ეს ყველაფერი იქნება თვითგაყიდვადი. რატომ იქნება თვითგაყიდვადი? ისე როგორც Amazon-ში და სხვა ასეთ კლუბურ სისტემებში შედიხარ და ყიდულობ პროდუქტს. მიკროფონი გამორჩეთ, თუ შეიძლება. ყიდულობთ პროდუქტს და აი შედიხართ მაღაზიაში, ინტერნეტ მაღაზიაში, ირჩევთ თქვენ პროდუქტს, მერე კალათაში უშვებთ იმ პროდუქტს და მერე ყიდულობთ ჩვეულებრივად. აი ესეთი ინტერნეტ მაღაზიაა კომპანია ლივგუდში. ასე რომ ეს ყველაფერი არის თვითგაყიდვადი, იმიტომ არის რომ აქ რა თქმა უნდა თქვენ არჩევანი გედევთ წინ, სასწორი გიდევთ წინ, გინდათ იყიდოთ, იყიდით, გინდათ გაყიდოთ, გაყიდით, გინდა არ გინდათ იყიდოთ, გაყიდოთ. არ არის პრობლემა, კომპანია არ არის დამოკიდებული თქვენ ყიდვა-გაყიდვაზე, მას აქვს თვითგაყიდვის სისტემა შექმნილი და ასეთი სახით იყიდება მასი პროდუქტი, სულ არ ვარსებობდით ჩვენ, მაგრამ იქ იყიდებოდა პროდუქტი ჩვეულებრივად, ხო? ამიტომ ჩვენ გამოვჩდით, მაგრამ ჩვენი მეშვეობით კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ გავუწიოთ კომპანიას რეკომენდაცია. მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიყიდოთ ან არ ვიყიდოთ პროდუქტი, ხო? მაგრამ თუ ასეა, თუ არ გვევალება ეს საქმიანობა, ალბათ რახან სტუმრებია, ახლა სტუმრებს დაებადათ კითხვა, რომ მაშინ რატომ გჭირდება ადამიანების მოწვევა, თუ პროდუქტი თავისით იყიდება და თუ ჩვენ არ გვევალება არაფრის გაყიდვა. ხო? ალბათ ეს კითხვა იბადება და ამაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი, რომელსაც ახლა თქვენ ყველამ უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ რამდენადაც შედის კომპანია მარკეტპლეისის სისტემაში, ეს რას ნიშნავს? მარკეტპლეისი არის პლატფორმა, სადაც აუცილებლად შემოედინება სხვადასხვა კომპანიები. შემოვლენ სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მისცემენ შესაძლებლობას ჩვენს მომხმარებელს, კომპანიის მომხმარებელს, რომ ჰქონდეთ არჩევანი შეიძინოს სხვადასხვა რამე. მაგრამ ამ პლატფორმაზე თავისთავად უნდა შემოვიდეს სხვადასხვა კომპანიები, იმიტომ რომ ის სხვადასხვა კომპანიებს აქვს სხვადასხვა პროდუქცია. რატომ არის დაინტერესებული ამ კომპანიებში თვითონ ჩვენი ლივგუდი? იმიტომ რომ ეს პლატფორმა რომ გაიზრდება, ლივგუდი ეხლა თუ გვინავს თავისი მონოხაზით, რომელიც ამ წუთში გააჩნია პროდუქტი, რომელიც ახლა გააჩნია, რა თქმა უნდა ეს რაოდენობა მზარდია და ემატება. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ისევ სჭირდება სხვადასხვა პროდუქცია, რომ ეს
მათი ამბიცია მეტად უფრო მიწაწვდომი იყოს, იმიტომ რომ კომპანია Livgood აქვს ამბიცია შემოვიდეს 200,000, 500, მილიონი, 2 მილიონი, 5 მილიონი, 10 და 200 და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ადამიანები უნდა შემოვიდნენ კომპანიაში. რატო? იმიტომ რომ ეს სხვა გარე კომპანიებს უნდა ჰქონდეს ინტერესი და სურვილი რომ შემოუერთნონ ამ კომპანიას. რატო? რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაზე. თუ არ იქნება აქ ადამიანების რაოდენობა და მომხმარებლების რაოდენობა, არც ერთ კომპანიას არ დაებადება სურვილი ამ პლატფორმაზე შემოსვლის. რატომ შედიან Amazon-ში სხვადასხვა კომპანიები? იმიტომ რომ Amazon-ს აქვს პლატფორმა, სადაც მათ შეუძლიათ რეალიზაცია გაუკეთონ თავიანთ პროდუქტს, რეალიზება გაუკეთონ. ასევე კერძო ადამიანებს შეუძლია, კერძო პირებს შეუძლია დაუშვათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. მაგრამ კომპანია Livgood-ში არ არის აქ კერძო გაყიდვის სისტემა, ეს იქნება უშუალოდ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას შემოგთავაზებენ და ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა რომ ამ კომპანიებით ვისარგებლოთ და მათგან ვიყიდოთ მათგან შემოთავაზებული პროდუქცია და ამ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა რომ რეალიზება გაუკეთონ თავიანთ პროდუქტს. ამიტომ აქ არის ორმხრივი მოლაპარაკება. უამრავი კომპანია შემზადებულია იმისთვის, რომ შემოვიდეს ჩვენ პლატფორმაზე, იმიტომ რომ აქ უკვე დიდი რაოდენობა ადამიანების. მოგეხსენებათ, ყველა მისთვის უკვე რომ Livgood-მა სენსაცია მოახდინა, ის რაც აქამდე ვერც Amazon-მა და ვერც ერთმა სხვა კომპანიამ ასეთ მოკლე პერიოდში ვერ აღწია ასეთ დიდ რაოდენობას. ერთ წელიწადში დაახლოებით კომპანია მილიონზე მეტს მიაღწია. დღეს ჩვენ ვართ მილიონზე მეტი. ასეთი რამე არსად არ მომხდარა, ეს მართლა სენსაციაა შემოძვირფასებო და აი ამას მიაღწია კომპანია. წუთში რეგისტრირდებიან, რა ვიცი, შეიძლება 1000-ობით ადამიანები. მაგრამ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, კომპანიებს ინტერესი არ გაუჩნდებოდა. ზუსტად დღეს იმიტომ არის, რომ ეს იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენ პროდუქტს ახან არ ყიდით, პირამიდა ვართ და იმიტომ არ ყიდით. არავითარ შემთხვევაში, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კომპანიას იმისათვის, რომ სხვა გარე კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და ინტერესი შემოვიდონ ჩვენ პლატფორმაზე. მაგრამ აქ არის ორმხრივი ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, Livgood-მა შეუქმნა ყველა პირობა სხვა კომპანიებს, რომ მათ ჰქონდეთ ინტერესი აქ შემოსვლის, მაგრამ ასევე მათ უნდა შეესრულონ გარკვეული პირობები იმისათვის, რომ კომპანია Livgood-მა შემოიყვანოს ისინი თავის პლატფორმაზე და მისი ბრენდის ქვეშ მისცეს შესაძლებლობა თავიანთი პროდუქტის რეალიზების. აი ესეთი ორმხრივი მოლაპარაკებები ხდება და ძალიან მალე სხვადასხვა კომპანიები ჩვენს პლატფორმაზე შემოვლენ და Livgood-ი ეხლა თუ გვინავს, მე არ ვიცი რას იზავს. არც კი ვიცი რომელი ქართული სიტყვა შეურჩიო იმას, რასაც Livgood-ი იზავს იმ პერიოდში, როდესაც შემოგვიერთდებიან ამდენი კომპანიები. რაც შეეხება შემოსავლებს, შემოძვირფასებულ შემოსავლები აქ არის უნიკალური, სხვადასხვა ბონუსებია აქ, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ საკმაოდ დიდ ხანხებზე ავიდეთ. ეს არის სხვადასხვა სახეობის ბონუსები, რომელიც გვაძლევს ყოველდღიურ ფაქტიურად შესაძლებლობას, რომ დღეს ხელში გვეჭიროს რაღაცა თანხა, ესაც შეეხება პირველ ბონუსს, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ყოველკვირველად დაგვერიცხოს თანხები და თითო ადამიანში კომპანია გვიხდის $25 და ასევე სწორედ ამის მეშვეობით ჩვენი $50 გვიბრუნდება უკან, რომელსაც ვდებთ და ვთვლით, რომ თითქოს და რაღაც გადავიხადეთ და ამავე დროს კომპანია გვიბრუნებს უკან ორი ადამიანის მოწვევისთანავე. გარდა ამის არის გლობალური სისტემა, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავიდეთ ასევე უკვე თვიურ თანხებზე და ყოველთვიურ პასიურ შემოსავალზე. ეს გლობალური სისტემა ჩვენ სულ სხვანაირად არის აწყობილი, ვიდრე Excel-ურ სისტემაში აწყობილი, რადგან გლობალური სისტემის მეშვეობით ჩვენ რობოტი გვინაწილებს და განალაგებს ჩვენს ქვეშ ადამიანებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეშ თავსდებიან არა მხოლოდ ჩვენი მოწვეული ადამიანები, არამედ თავსდებიან ზემდგომისგან მოწვეული ადამიანები. აი ჩვენ ვიც მოგვიწია, მათი მოწვეული ადამიანები, ის ადამიანები ვინც მოიწვია, მათი მოწვეული ადამიანები და ისინი თუ აქტიურად მუშაობენ, ისინი ჩვენს უჯრედებში თავსდებიან და ჩვენ გვივსებენ ამ საფეხურებს, რომელიც საფეხურებზეც მე წეღან გესაუბრე. ეს საფეხურები, როდესაც ივსება, თქვენ გლობალური სისტემით გადიხართ ხელფასებზე 4000, 8000, 16000.
ასევე თუ პასიურზე ვილაპარაკებთ, თუმცა ეს ძალიან ნელი პროცესია და არავის არ გიჩვენებს პასიურზე დაჭრით, როცა გაქვთ ხელები, ფეხები, გაქვთ ენა, შეგიძლიათ საუბარი, რატომ უნდა იდეთ პასიურზე, როცა შეგიძლიათ აქტიურად იმუშაოთ და მიაღწიოთ წარმატებას და აქედან გამომდინარე, აი ესეთ შესაძლებლობებს გაძლევთ კომპანია, რომ თქვენ გლობალურად გახვიდეთ ხელფასზე, ყოველთვიურზე, არა ერთჯერადზე, არამედ ყოველთვიურ თანხებზე. მეგობრებო, თუ ბრილიანტი გახდით, 16,000 ყოველთვიურად აიღებთ. ამას დავამატოთ ბონუსები, რომლებიც თქვენ ყოველკვირეულად გერიცხებათ და შეიძლება ახვიდეთ 100,000-ზე, 200,000-ზე, 500,000-ზე, აქ ზღვარი არ არსებობს. ასევე არის ბონუსი, რომელიც თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი მოწვეული ადამიანისგან დაგერიცხოთ მისი მიღწეული თანხები. ავიდა თქვენი მოწვეული ადამიანი $4,000-ზე 50% თქვენ გერიცხებათ, ანუ 2,000 თქვენ გერიცხებათ. ავიდა 5,000-ზე 2,500 თქვენ გერიცხებათ, ისე რომ მას არ აკლდება არაფერი, თქვენ კი გემატებათ. აი ესეთი სახით, თქვენ ასეთი ბონუსებით ადიხართ უშველებელ თანხებზე, აქ ზღვარი არ აქვს მოწვევა, შეგიძლიათ უამრავი ადამიანი მოიწვიოთ პირველ ხაზში და ყველგან დაგერიცხებათ 50%. ნუ დანარჩენი საფეხურების და მიხედვით და სიღრმეების და მიხედვით, თავისთავად თქვენ გერდებათ სიღრმეების, სტატუსების მიხედვით და თუ სტატუსი მაღალი გაქვთ, რა თქმა უნდა, სიღრმეც უფრო მეტი გაქვთ, თუ სტატუსი ნაკლები, სიღრმე უფრო ნაკლები, მაგრამ ყველა სიტუაციაში თქვენ უფულოდ აქ არჩევთ. კომპანია ლივგუდი არის სიტყვა, რომელმაც შეძრა მთელი სამყარო და ამით დავასრულებ ძალიან აღარ მინდა გავვრცელდე, რახან ეს ბრიფინგია, შექმნა ის სამყარო, სადაც ყველა საფეხურზე, ყველა სტატუსში ადამიანი თუ გამოავლენს ხედვას, მიაღწევს უმაღლეს წარმატებას. ეხლა ველოდები კითხვებს. იმიტომ რომ მაპატიეთ, მე მაქსიმალურად შევეცადე ცოტა აი ესე ვიწროთ ვისაუბრო კომპანიის გარშემო, ეს არ არის პრეზენტაციის დღე და მაინც მომიწია ასე თუ ისე პატარა პრეზენტაციის ჩატარება, მაგრამ ნუ რახან ახლები იყვნენ, გასაგებია რომ აინტერესებდათ კომპანიის შესახებ. ვიმედოვნებ დაესწრებით შემდეგ პრეზენტაციას, რომელიც ჩატარდება ორშაბათს და უფრო სრულყოფილად, უფრო ცლად მოისმენთ კომპანიის შესახებ. დიდი მადლობა. ახლა დაველოდებით თქვენ შეკითხვებს. სიამოვნებით მოგისმენთ, თუ რამე კიდევ კითხვა დაგებადათ ამ ყველაფერთან თუნდაც დაკავშირებით, სიამოვნებით გაგცემთ პასუხი. ერთ ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს მისცემს შესაძლებლობას რეალურ წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ აი კიდევ გავიმეორდები, კიდევ ვიტყვი, რომ ასეთი რამე ჩემი გადმოსახედიდან მე დაახლოებით 18 წელია დაკავებული ვარ ესეც საერთოდ ასეთ სისტემით და 12 წელი დაახლოებით უკვე მუშაობ ამ სისტემაში და ინტერესი გამოვლენილი მაქვს ფაქტურად 18 წლის პერიოდში ესე ვთქვა, ხო? და 12 წელი უშუალოდ მუშაობ სხვადასხვა კომპანიებში, ეს არიან საინვესტიციო კომპანიები, ეს არიან კრიპტოსაფულებში ვარ უაღრესად ჩახედული. ყველა სისტემაში ფაქტურად თუ რამე არსებობს ყველაფერში ჩახედული ვარ, მე ქსელურ კომპანიებში არ მიმუშავია არასოდეს და არც მქონდა არასოდეს ინტერესი მემუშავა მაგ მიმართულებით, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანებს ვიცნობ, ძალიან დიდი ინტერესი მაქვს გამოვლენილი და ინფორმაცია ძალიან დიდი მაქვს მიღებული, თუ როგორ მუშაობს ქსელური სისტემა და მოგეხსენებათ დღეს ქსელურმა ასე ვთქვათ თავისი დრო ამოჭამა, ასე ვთქვათ, ნელა-ნელა ბარდება წარსულს, იმიტომ რომ შემოვიდა ეს სიახლე. სიახლე ყოველთვის ტოვებს წარსულში იმას, რაც იყო. რა თქმა უნდა, შეიძლება კარგიც იყოს, შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდი სარგებელიც მისცა, გარკვეულ რაოდენობას ადამიანების, მაგრამ ამან თავისი დრო ამოწურა, რადგან ისევე როგორც ყველაფერი ძველი ბარდება წარსულს, ასევე ეგეც ბარდება წარსულს. ნელა-ნელა ეხლა რაღაცას მაინც ცდილობენ სიახლეები შემოიტანონ, რაღაცა მიაბან, მიაკერონ, მიაწერონ, რაღაცა უკეთესობები თითქოს მოიფიქრონ, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენი კომპანიის დამაარსებლებიც ცდილობდნენ ამას. მე დასაწყისში არ ვთქვის, რომ მათ გარდა იმის, რომ ისინი იყვნენ თვითონ დისტრიბუტორები ქსელურ კომპანიებში, მათ სწორედ ის მიზნები ამოძრავებდათ, რომ შეექმნათ
სხვა თავისი ქსელური კომპანია, სადაც თავიანთ აი ამ გრძნობებს რაღაცნაირად დაიკმაყოფილებდნენ და სხვა ადამიანებს დაეხმარებოდნენ ქსელურივე სისტემაში, მაგრამ ვერ მოუხერხდათ, ვერ გააკეთეს, მიუხედავად იმის, რომ უმაღლესი დონის ტვინი აქვს, უმაღლესი ინტელექტი და მაინც ქსელური სისტემით ვერ მოახერხეს იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც ფაქტიურად შექმნეს თავიანთი ქსელური კომპანიები. ანუ ვერაფერი ვერ შეცვალეს. სისტემაა თვითონ იმდენად მოძველებული, რომ როგორი ტვინიც არ უნდა ჩადო და როგორი კრეატივიც არ უნდა ჩადო, ამას ვეღარაფერს ვეღარ უშველი. თვითონ სისტემა მოძველდა და თხოვლობდა უკვე რაღაცა სიახლეს. ამიტომ ეს ქსელური კომპანიები მათ გაყიდეს და აი ეს მოიფიქრეს, რომ მოდი რაღაცა ახალი შევქმნათ, იყოს ეს იმ მოდელით, რასაც კლუბი ქვია, იყოს ეს იმ მოდელით, რასაც ცოტა პატარა ქსელურის ელემენტიც არის, ეს ნაღები ამოიღეს იქიდანაც და აქედანაც და აი ეს ნაღები გააერთიანეს და აი ეს გაერთიანებული ნაღები წარმოიქმნა როგორც კომპანია ლივგუდი, დაერქვა მას ლივგუდი, იცხოვრე კარგად. რეალურად ეთანხმება თავის სახელს, აბსოლუტურად ადასტურებს თავის სახელს კომპანია ლივგუდი, რაც ნიშნავს იცხოვრე კარგად. მართლა აძლევს ეს კომპანია შესაძლებლობას ადამიანებმა იცხოვრონ კარგად. ისე რომ ნამდვილად ვურჩევდი ყველა ადამიანს, ვინც არის ამა თუ იმ სისტემებში, ამა თუ იმ კომპანიებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, გამოავლინონ სწორი ხედვა და დაინახონ ის, რაც შეიძლება ამ კომპანიაში ელოდებათ და ეს კომპანია არ არის ის მხოლოდ ხშირად ამბობენ ამ სიტყვას, ეს კომპანია მომავლის კომპანია. არა მეგობრებო, ეს მომავლის კომპანიაც არის და დღევანდელობის, ანუ აწმყოს კომპანიაც არის. რატომ? იმიტომ რომ დღეს ამ წუთში და ახლა კომპანია გვირიცხავს ჩვენ დოლარებს. ახლა და ამ წუთში. ჩვენი პატარა მოძრაობაც კი ჩვენ გვიქმნის კომპანიაში ფულს. აი პატარა წავიმოძრავეთ, გაჩნდა ჩვენს კაბინეტში, ჩვენს ანგარიშზე თანხა. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რაღაცა ფული დამერიცხა და არც კი ვიცი საიდან დამერიცხა. და მე შემყავს კაბინეტში და ვაჩვენებ იმ ადამიანებს საიდან დაერიცხა ეს ფული. აი იმდენად სპონტანურია ზოგჯერ ამ ფულის დარიცხვა და ზოგჯერ ადამიანი, რომელიც შეიძლება იმდენად ჯერ არ არის კარგად გარკვეული შიგნით სისტემაში, შიგნითა სამზარეულოში, კაბინეტში, ის ვერც კი ხდება ზოგჯერ საიდან დაერიცხა ფული. უბრალოდ გაამოძრა, აი ცოტა იმოძრავა, აი შევიდა სამზარეულოში, პატარა ის დადგა გააკეთა პატარა საჭმელი და იმ საჭმელში დაერიცხა ფული. აი სულ ოდნავ აი კერძი მოამზადა და დაერიცხა ფული. აი აქაც მზადდება პატარა მოძრაობა, ვიღაცა მოიწვია, ვიღაცა მოიწვია, მისი მოწვეულმა ვიღაცა კიდე მოიწვია და ამასობაში მას დაერიცხა თანხები. აი ესეთი სახით პატარა მოძრაობაც კი დღესვე გვაძლევს ჩვენ ამ თანხებს, დღესვე და ასევე თავისთავად მომავლის შესაძლებლობებს. ამიტომ ეს კომპანია არის დღესაც, ხვალაც, ზეგაც და იქნება სულ ვინც ამ კომპანიასთან ერთად იმოღვაწევებს, ისიც მასთან ერთად იქნება წარმატებული და ბედნიერი. ასევე დღეს ხშირად ამბობენ და ხალხი ისეთქვა გვერდზე ეძებენ კრიპტო ვალუტა, აი იქ სადღაც მონეტები იქმნება, შედიან რაღაცა კომპანიებში, იქ სადაც რაღაცა მონეტას პირდებიან, აი არის ეს მონეტა მალე წავა ზრდაში და თქვენ ყველანი უცებ გახდებით მილიონრები, ჩემო ძვირფასებო, იქ სადაც კონკურენცია, იქ არასოდეს ზრდა არ ხდება. მე გეუბნებით თქვენ როგორც პროფესიონალი ამ საკითხის, იქ სადაც ბევრია და დიდი კონკურენცია, იქ ზრდა ვერ მიდის. ამიტომ ის მონეტები არის ან ხო, ან არა. ამიტომ ის არის ფუჭი დროის კარგვა, იქ იმ ადამიანებს, არ არის ეს კაი სიტყვა, მაგრამ უნდა გამოვიყენო, იტყუებენ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩახედულები ამ საკითხში და რაღაც მოლოდინებში არიან, იქ დებენ რაღაცა თანხებს, ამ თანხების დადებით, აი ეხა ხვალ იქნება, ზეგ იქნება, მაზეგ იქნება და ხვალ და ზეგ და მაზეგი არ თავდება, ფული არაფერს არ იმატებს და ფული კი ჩადებული აქვს. ის ფული შეიძლება უფრო მეტი დაადებინონ ერედროთა განმავლობაში, იმიტომ რომ იქაც რაღაც საფეხურებია და ვეღარაფერს ვეღარ აღწერენ ადამიანების სინამდვილეში, ხო? მაგრამ დღეს ეს კომპანია ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ გვქონდეს ასევე კრიპტო
კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა რა არის? კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, რომელიც ფაქტიურად ხელშესახები არ არის, ხო? ვალუტა არის დოლარი, ევრო და ასე შემდეგ, ხო? დღეს ჩვენ კომპანია ლივგუდი გვაძლევს იმ შესაძლებლობასაც და ამ შესაძლებლობასაც. ანუ კრიპტოვალუტა, აი წეგან ვისაუბრეთ BitPay საფულეზე, ხო? BitPay საფულეში, როდესაც ჩვენ გვერიცხება დოლარი გვერიცხება ანგარიშზე, როდესაც ჩვენ მუშაობთ და მოღვაწეობთ კომპანია ლივგუდში და ეს დოლარი, როდესაც ჩვენ გაგვაქვს სიტყვაზე BitPay საფულეში გადადის ეს დოლარი, BitPay საფულეში ჩვენ გვხდება კრიპტოვალუტა. ისმის კითხვა, რომელი კრიპტოვალუტა? ყველაზე პოპულარული და ყველაზე მყარი კრიპტოვალუტა ბიტკოინი. ბიტკოინი, რომელმაც ფაქტიურად მართლაც როგორც კომპანია ლივგუდმა მოახდინა სენსაცია, ბიტკოინზე ყველა ამბობდა, რომ ეს რაღაცა გასაბერი ბუშტიაო და სინამდვილეში ამ გასაბერმა ბუშტამ 67,000 რეაქცია, თუ არ ვცდები ციფრებში, დაახლოებით 60-ის ზევით იყო ეს პერიოდი, რომ ააღწია მან თავის თანხის რაოდენობას და ასეთი სახით ბიტკოინი გახდა ბიტკოინი ყველაზე მყარი და ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა, ასე ვთქვათ. და აი ეს ბიტკოინი ჩვენ გვერიცხება უშუალოდ BitPay საფულეში. იქიდან ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ ეს თანხა დოლარში ან დაუშვათ USD-ში გადავიტანოთ, ხო, რომელიც დოლარის ეკვივალენტია და იქიდან გადავიტანოთ დოლარში და შემდეგ ჩვეულებრივად გამოვიტანოთ როგორც დოლარის თანხა და ან თუნდაც ლარებში გადავიტანოთ ეკვივალენტი, ხო? აი ესეთი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ჩვენ თუ გვინდა კრიპტოვალუტა შევინახოთ და გქონდეს და ასეთი სახით დავაბანდოთ თანხა ჩვენთვის და მომავლისთვის, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ კრიპტოსაფულეში, სადაც ჩვენი კრიპტოსაფულე იქნება, როგორც აი Coinmania მაგალითად, ხო? ან Binance არის კრიპტოსაფულე, არის Air კრიპტოსაფულე, 1000 კრიპტოსაფულეებია, blockchain-ი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია იქ დავაბანდოთ ეს ჩვენი ბიტკოინი, შევინახოთ და ეს ბიტკოინი ფაქტიურად მაქსიმუმ შეიძლება დაიწიოს რაღაცა გარკვეული თანხამდე. დაუშვათ 28 მაქსიმუმი იყო, სადამდენაც ის ჩამოვარდა. მაგრამ მე ისევ მაღლა ადის, მე აი ამ შუალედში ტყიალებს. ანუ ჯერჯერობით ეს კრიპტოვალუტა არის ყველაზე მყარი. ამიტომ კომპანია ლივგუდი ჩვენ ამ შესაძლებლობასაც გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია დავაბანდოთ და გქონდეს ესეც. მაგრამ თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავიტანოთ თანხა დოლარში და ასევე ეკვივალენტით ავიღოთ ლარში. ისე რომ იქით-აქეთ რაღაცის ძებნას, აი აქვე გვაქვს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ გარე კომპანიებში ეძებთ, სადღაც რომ იქ ან იქნება, ან არ იქნება, ან გაიზრდება, ან არ გაიზრდება მონეტის რაღაცა, ასე ვთქვათ, ფასში გაიზრდება, ან არ გაიზრდება, მაქსიმუმ $2.5 ნელა-ნელა აიწევს, მაგრამ იმდენად ბევრი მონეტებია, აი ეს მონეტებია მოფიქრებული, იმდენად ბევრი, რომ გულითაც რომ უნდოდეს ამ მონეტებს ვერ აიწევენ მაღლა, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდი. ამას მე გეუბნებით ის ადამიანი, რომელიც ზეპირად არის ამ ყველაფერში გაფიცნობიერებული და წლებია ამის გარშემო ტრიალებს და მუშაობს. რაც შეეხება იმ საინვესტიციო კომპანიებს, მოგეხსენებათ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებში უნდა გქონდეს ძალიან დიდი თანხები, რომ რაღაცას მიაღწიოს, რომ რაღაცა გამოგივიდეს, რომ დადო დიდი თანხა, რომ შენმა ფულმა იმუშაოს და ასევე უფრო დიდი თანხა გამოიტანო ერთჯერადად, ხო? თუნდაც შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ დიდი თანხებით უნდა გააკეთოს. დიდი თანხა გვაქვს? როცა $50-ზე ლაპარაკობთ, ვაი, არ მაქვს, ან არ მაქვს და როგორ ვიშოვო ხარ? რომელ დიდ თანხებზეა ხო საუბარი? ხო ცოტა რეალურად უნდა ვიმსჯელოთ რაღაც საკითხებზე. ამიტომ რომ გქონდეთ ის დიდი თანხა ჩასადებად, მაშინ უნდა იყოთ განათლებული ამ მიმართულებით და იცოდეთ, რომელ საინვესტიციო კომპანიაში შეიტანოთ ეს თანხები. ვართ ამ საკითხში განათლებულები? ძალიან ბევრმა ადამიანმა კრიპტოფული რა არის, ისიც არის, ხო? კრიპტოვალუტა რა არის, არის ბევრმა ადამიანმა და ახლა რომ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს გაფიცნობიერებული, რომელ საინვესტიციაში შეიტანოს და იქ თუ თაღლითები არ არიან და მათყუარები. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრია საინვესტიციო კომპანიები,
რომლებიც ატყუილებენ ადამიანს, შეიძლება 100%-დან 80% ყველა თაღლითები არიან. იქიდან 20%-ია მხოლოდ, რომელიც სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ის 20% პატარა მიზერულ თანხებს გიმართებთ, ხო? პატარა თანხა უნდა თუ შეიტანი $100 ამ თუნდაც პატიოსან საინვესტიციო კომპანიაში. იმ $100 არაფერი არ გამოგია, წლები უნდა ელოდო, რომ რაღაცა გააკეთო, ან კიდე ხალხი უნდა მოიწვიო და აბა არიცი რა კომპანიაში იწვევ ხალხს, არიცი რა მოუვა იმ კომპანიას ხალხს, ამიტომ იქ ვერ მოიწვევ თამამად ხალხს. შენ თავზე აგებ პასუხს, მაგრამ სხვა ადამიანებზე ხომ არ არის ლამაზი აგო პასუხი, თუ იცი, არ იცი ზუსტად რა იქნება იქ. ამიტომ დიდი თანხები არა გვაქვს, რომ გქონდეს, უნდა ვიცოდეთ და განათლება გქონდეს, რომ შევიტანოთ და სწორად შევიტანოთ, სწორად საინვესტიციო კომპანიაში, პატარა თანხით კიდე წესიერ კომპანიაში ვერაფერს ვერ გავხდებით. აი წესიერი კომპანია როგორ მოვძებნოთ, ეს კიდე მეორე საკითხია. ეს ამისთვის უნდა ვიცოდეთ და გვიცნობდეთ კომპანიას. და იმიტომ ვამბობ მე დღეს, მე გელაპარაკებით ნანა ლომიძე, რომელსაც ვერც ერთი კომპანია ვერ შეაწყვილებს თავს. იმიტომ რომ ვიცი სად არის აღშორული ტერიტორიები, ვიცი რომელი კომპანია რით სუნთქავს, ვიცი რას იმოქმედებს ის კომპანია ხვალ ამ ზე. იმიტომ რომ დღეს და გუშინ კი არ ვიყავი აქ, წლები ამ საქმეში პრია. ამიტომ, როდესაც თუნდაც აი ჩატიდან ხდება ხოლმე ზოგჯერ ხალხის გადაზიდვა, ეხლა და თქვენ შემთხვევით აღმოჩნდით ვიღაცის ჩატში. წარმოიდგინეთ ახლა, რა დონეზე გაუჭირდა იმ კომპანიას ხალხი, რომ აი ასეთი სახით იზიდავს ხალხს და გადაყავს თავისთან. აი ახლა მე, ნანა ლომიძე, თქვენი მონა მურჩინე. თუ იმ კომპანიაში რამე სარგებელი არსებობს, მე დებილი ვარ? რატო არ მივდივარ იქ? არ მესმის რა ხდება იქ? სხვა მიხვდა რომ იქ თურმე ფულის კეთება შეიძლება და მე ვერ მივხვდი? რატო არ ვარ იქ? რატო ვარ ლივგუჩი და არა იქ? იმიტომ რომ კარგად ვიცი რა არის ლივგუჯი და კარგად ვიცი ის რა. მე ვიცი, სამწუხაროდ სხვამ არ იცის. სამწუხაროდ არ იცის და ამ ანკეტში ეგება. სამწუხაროდ, ჩემი და სამწუხაროდ. მაგრამ ეხლა ვერ დავაკავებ ადამიანებს. მე რაც შემიძლია იმას გიხსნით, გეუბნებით, გაფრთხილებთ, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, ხო? მაგრამ აი ეს ძალით ვერავის ვერ დაიჭერ და ვერავის ვერ გააგებინებ ამას, ხო? რატომღაც ადამიანებმა უნდათ რომ თვითონ ჩავარდნოთ სულ სიტუაციაში, რომ მერე მიხვდონ რომ აი შეცდომა ჩაიდინეს. აი ესეთი სიტუაციები, ამიტომ დღეს რატომ ყვები ახლა რაშუაში აქვს საინვესტიციო კომპანია, ან თუნდაც აი ტრეიდინგები რომ არის და ან თუნდაც ის ფორექსი, მე მაგალითად მაგ სიტუაციებში ვარ ნამუშევარი, სადაც ძალიან დიდი ანალიზი გჭირდება, მე თვითონ ვაკეთებდი ამ ანალიზს, იმიტომ რომ დამოკიდებულია ბაზარი ჩვეულებრივი ბაზარია, ხო? სადაც ფორექსია. ჩვეულებრივი ბაზარია, ხო? აი როგორც ახლა ავიღოთ რა არის უფრო თვალნათლივი, ავიღოთ ლილოს დაზრობა, ხო? იქაც ესე მიდიან მყიდველები, გამყიდველები და ასე შემდეგ, იქაც როგორც ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ონლაინში, ხო? ჩვეულებრივად. აი იგივე ხდება, იქაც არის მყიდველები, გამყიდველები, ეს საინვესტიციო კომპანია არის. ეს ჩვეულებრივად სხვა სისტემაა. და აი ეს ყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს ეჯიბრებიან. იქ არის ზოგი ადის, ჩადის ეს თანხები და ეს არის დამოკიდებული მსოფლიოზე. რა ხდება მსოფლიოში, იმის და მიხედვით სადღაც მიწისძვრა მოხდა, ის ვალუტა დავარდა. სადღაც პოლიტიკური რაღაც სიტუაცია შეიცვალა, ის ვალუტა არ ავარდა, ან დავარდა, ან პირიქით რაღაცა გრანდიოზული მოხდა, კარგი მოხდა, პირიქით ვალუტა მაიცია და ასე შემდეგ. აი იქ მე აი ეს ანალიზი კეთდება, ძალიან დიდი ფული სამუშაო, ტვინის დიდი ჭყლეტვა და აი ძლივს ეს არის ან წახვალწინ, ან არ წახვალწინ. ანალიზი 100%-იანი ძალიან მაგარ ანალიტიკოსაც კი არ შეუძლია გააკეთოს. ძალიან რთულია. დღე-დაღამე თავი უნდა გქონდეს ჩარგული რაღაცას მიაღწიო. და ასეთი სახით ზუსტი პროგნოზი არავის არ აქვს ყველა ვარიანტში როგორი გაფიცნობიერები. ეკონომისტები მუშაობენ მათ ძირითადად მაგ სისტემაში. ამ ეკონომიკურად აი ამ მიმართულებით გავითარებული ადამიანები ძალიან კარგად ესმის ეს საკითხი, მაგრამ ზუსტ პროგნოზს მაინც ვერ აკეთებენ და ძალიან ხშირად როგორც შეულობენ 200,000 ერთ წამში, ასევე 200,000 ერთ წამში კარგავენ. ამიტომ არის ყველაზე სტაბილური, ყველაზე ლოგიკური, ყველაზე იოლი, ყველაზე მაგარი სისტემა შექმნა ბენ გლისკიმ და ნოუდერ ხაზანმა, რომლებმაც ფაქტიურად გადააჭარბეს ძალიან ჟარგონული სიტყვა მინდა გამოვიყენო, გადაჯოկრეს ყველა კომპანიას. რეალურად ასე მოხდა.
და ამიტომაც არის, რომ დღეს აი ამდენი ხალხი მოედინება. მით უმეტეს ეხლა კომპანია აპირებს შექმნას სისტემის, რეკლამის სისტემის, რომელიც მსოფლიოში მთელ მსოფლიოს მოედება კომპანია ლივგუდზე, ამ პატარა 3 წლის ბავშვიც კი ისაუბრებს ძალიან მალე და უბრალოდ ჩვეულებრივად თუ კითხავთ, შეიძლება თავის სახელი ვერ თქვას ადამიანმა და ლივგუდს იტყვის, იმიტომ რომ რეკლამა ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოს მოედება და მთელ ტელევიზიას, მთელ საინფორმაციო სისტემას მოედება კომპანია ლივგუდი და ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს და ხობიძახი წაღანაც თქვი. ახლა თუ გვინავს ხუხს, რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს კომპანია ლივგუდი, ძალიან მალე სიტყვასაც ვერ მოგძებნი, რას იზამს კომპანია ლივგუდი. არ ვიცი, მეგობრებო, ველოდებით თქვენ შეკითხვებს, თქვენთან ერთად ვსაუბრობ, გამომივიდა პრეზენტაცია, ამიტომ ძალიან ვთხოვთ, მოიფიქრეთ თქვენი შეკითხვები, ბრიფინგი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შემზადებულები იყავით შეკითხვებისთვის და დაველოდები ახლა თქვენ შეკითხვებს. თუ არ გაქვთ შეკითხვები, მაშინ ამაზე დავასრულებ ჩემს გამოსვლას. ნანა, მოგესალმებით. მე მაქვს ერთი კითხვა. გისმენთ. თუ შეიძლება არასრულწლოვნების დარეგისტრირება კომპანიაში. ეს შეკითხვა ძალიან ხშირად შემოდის. არასრულწლოვნების დარეგისტრირება ოფიციალურად, როგორც მე წეგან მოგახსენეთ, BitPay-ის მეშვეობით, სადაც უნდა ვერიფიკაცია გაიაროს ადამიანმა, თავისი საბუთები შეიტანოს, პასპორტის მონაცემები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი ადამიანი ბავშვი ვერ დარეგისტრირდება ოფიციალურად. მაგრამ მე ასეთ რაღაცას შემოგთავაზებდი, თუ ყავთ ვინმე ბავშვი, რამდენი წლისაა ვიზიებს, რამდენი წლის ბავშვია საუბარი? 13 წლის მოზარდს. 13 წლის ბავშვის, გასაგებია, ეს არ არის ისეთი პატარა ასაკი. თქვენ შეგიძლიათ შიდა საფულით დაარეგისტრიროთ ეს ბავშვი, რადგან შიდა საფულეში რეგისტრაცია არ თხოვლობს ამ მონაცემებს, რომლებიც მე თქვენ გითხარით, და იქ დაელოდოთ იმ მომენტს, მას ჩვეულებრივად მისი კაბინეტი იმუშავებს, იქ ფული დაერიცხება თუ იმ კაბინეტს თქვენ ამუშავებთ და ვინმეს მოიწვევთ მის კაბინეტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისი ხაზი გაიზრდება, მისი ლეველები, ანუ მისი საფეხურები გაიზრდება, რა თქმა უნდა. დროთა განმავლობაში ეს არის უკვე მისი მომავალი, თუ ფული დაერიცხა, რა თქმა უნდა, კომპანია ლივგუდში არის ამის შესაძლებლობა, რომ ერთი შიდა საფულიდან მეორე შიდა საფულეში გადარიცხოთ თანხა და ვინაიდან და რადგან ეს ბავშვი ვერ გაიტანს ოფიციალურად თანხას BitPay-ის მეშვეობით, მისი თანხები შეგიძლიათ გააცოცხლოთ ჩვეულებრივად იქიდანვე, სადაც არის ეს თანხები და ასევე შეგიძლიათ თქვენს საფულეში გადაიტანოთ, თქვენ თუ ოფიციალურად გინდათ BitPay-ის მეშვეობით თქვენს ბარათზე გაიტანოთ თანხები. ანუ ჯერჯერობით დაარეგისტრირეთ შიდა საფულით, შეიტანეთ ის მონაცემები, ისეთ მონაცემებს თხოვლობთ, რომ იქ არ არის დაფიქსირებული წლოვანება და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ოფიციალურად გინდათ, მაშინ დაელოდოთ მის, როდესაც ის გახდება სრულწლოვანი ადამიანი და შეიტანოთ შემდეგ ოფიციალურად მისი მონაცემები და ასეთი სახით დაარეგისტრიროთ და ის გახდება სრულფასოვანი წევრი კომპანიის, რომელსაც უკვე მთელი უფლებები ეძლევა, რომ შთამომავლობით გადასცეს, გადმოსცეს და ოფიციალურად ვარიაციები გააკეთოს შიგნით კომპანიაში. დიდი მადლობა. წარმატებებს. გისმენთ? ვისაც უნდა დაილაპარაკოს, მიკროფონი ჩართოს და დასვას შეკითხვა. სანამ მოიფიქრებენ შეკითხვას, თუ შეგიძლიათ პარტნიორებო ჩაერთეთ, თქვენ თვითორიოდე სიტყვა კომპანია ლივგუდზე, რამდენადაც გვესწრებიან ახლად მოსულები, შეგიძლიათ რამე წაამატოთ. ჩემს ნათქვამს. ქალბატონო სოფო, ქალბატონო თამარ, თქვენგან ვიცი, რომ გყავთ ადამიანები მოწვეულები, რომლებსაც აქვთ შეკითხვები და თუ მიკროფონის პრობლემა გთხოვთ შეეხმიანოთ და დაეხმაროთ, რომ მათ ჩართონ მიკროფონი და დასვან თავიანთი შეკითხვები.
საღამოშვიდობის სანამ ჩვენი ძვირფასი სტუმრები არის მის თქვენი ხმა, ცოტა ხმა მაგლა თუ შეიძლება. საღამოშვიდობის სანამ ჩვენი ძვირფასი სტუმრები რაიმე შეკითხვას დასვავენ, ერთი მოგრძალებული რჩევა მინდა ვუთხრა, რომ არ გადადოთ რეგისტრაცია, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ყველა წუთი ფასობს, ყველა წუთი ძვირფასი არის. ჩვენ უკვე ვინც მუშაობთ, უკვე გავიგეთ ამ კომპანიის სიკეთე, გემო, დავაგემოვნეთ თანაც ძალიან კარგად, იმიტომ რომ მე პირადად უკვე ყოველთვიურ ხელფასზე ვარ გასული და ეს ყოველთვიური ხელფასი მოგეხსენებათ, რომ არის მზარდი და მზარდი. კი არ გვაკლდება პირიქით ყოველთვე მატულობს. სტრუქტურების ზრდა ძალიან სწრაფად მიდის, აქ შრომა ნამდვილად ფასდება. ასე რომ ყოველ ხუთშაბათს ჩვენ გვაქვს ხელფასების ზეიმი, როგორც ყოველკვირეული, ხოლო თვის ბოლოს უკვე გვაქვს თვის შემოსავალი, ყოველთვიური, რომელიც როგორც მოგახსენეთ, არის მზარდი. ასე რომ ნამდვილად წარმატებებს გისურვებთ ყველას. აქ მუშაობა არის ჩვენ ყველას გვანიჭებს სიხარულს, უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანია LiveGoods-ზე. არ ვიღლებით, რატომ? იმიტომ რომ კომპანია არის ის, რაშიც არის ეს ამ სიხარულის მიზეზი. აქ გვაქვს ჩვენ ჯანმრთელობა, აქ გვაქვს ჩვენ ფინანსები, თანაც დოლარში, რაზეც მე პირადად ვერც ვიოცნებებდი, ვერასოდეს, რომ საქართველოში მექნებოდა ანაზღაურება ონლაინ სახლიდან გაუსულოთ და ისიც დოლარში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ქალბატონო ციცი. აბა მეგობრებო, გისმენთ, მე ალბათ თქვენთვის გასაგებია რას ნიშნავს home briefing-ი, არ ვიცი ახლა ისეთი მოთხოვნილება იყო იმის გამო, რომ მე ვთქვი მაგალითად, რომ პრეზენტაციის დროს არ იქნება შეკითხვები და ამისათვის გამოყოფილია ბრიფინგი. ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამან, რომ შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა რომ შეკითხვები არსებობდეს. აგერ არის დღეს შეკითხვები და ველოდებით თქვენ შეკითხვებს. ნებისმიერი შეკითხვა არ აქვს მნიშვნელობა, არის ასე ვთქვათ, თვლით რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არ მნიშვნელოვანია, ძალიან ვთქვათ, იმიტომ შევიკრიბებ დღეს, რომ სწორედ შეკითხვას გავცე პასუხი, რომელიც პრეზენტაციაზე არ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ იქ შეკითხვები დაწვა. ბრიფინგი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მომცეთ ეს ისე რომ გაგცეთ პასუხი. საღამოშვიდობის ქალბატონო ნანა, ისე ისაუბრეთ, რომ არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდით, რომ დავმუნჯდით სიმართლე გითხრათ. ისეთი შესაძლებლობები აქვს კომპანია LiveGoods და ისე გადმოგვეცით ყველაფერი ქალბატონო ნანო. უღრმესი მადლობა ამ სასიამოვნო საღამოსთვის. თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პარტნიორები, იმიტომ რომ გვინდა სტუმრებმა, ძვირფასმა სტუმრებმა დასვან თავიანთი კითხვები. ველოდებით ალბათ პირველია და ვერ გაითავისეს ჯერ და მომავალში ალბათ დასვამენ აუცილებლად. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა, უღრმესი მადლობა, სასიამოვნო იყო, ყველაფერი მაპატიეთ, წეღან ვერ ჩაგერთეთ, იმიტომ რომ თქვენ დავალებას ვასრულებდი ქალბატონო ნანა და ამიტომ ვერ მოვახერხებათ, ჩაგდოდით და ისევ ეხლა დავამატებ, რომ ნამდვილად გავიტანე მე BitPay საფულედან ფული, ნამდვილად დავისვი ჩემს საბანკო ბარათზე. ნამდვილად მოხდა ეს ოპერაცია, დავადასტურებ და ეს დავამატებ, რომ BitPay საფულეში სანამ $60 არ იქნება, მანამ არ მოხდება BitPay საფულეში, თავიდან რომ არ არის გაუკვირდეს. BitPay-დან გადავიტანე CoinMoney-აზე და CoinMoney-დან რაღაც წამებში, წუთებში დამიჯდა უკვე ჩემს საბარათო კარტაზე და ის იყო ძალიან კარგი მომენტი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიამ, რომ ეს არის რაღაც საოცრება და ისეთი ამაღლებული გრძნობა იყო, რომ დამიჯდა უკვე ანგარიშზე, გაოცებული ვიყავი და სიხარულით არ ვიცოდი რა ვექნა, რომ კიდევ ერთხელ გაამართლა თავისი ყველაფერი. ნუ არ ვიცი, საოცარი კომპანია მართლაც,
15 წელია მოღვაწეობდი ქსელურ ინდუსტრიაში და ყველაფერი დავტოვე და მთლიანად გადმოვერთე ამ საოცარ კომპანიაში და ყველას გისურვებთ და მინდა გისურვოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მალე შემოგვერთით, ვინც ჯერ ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება. მალე მიიღეთ და მალე შემოგვერთით, შემოძვირფასებო დასაკარგით, რომ ნამდვილად არ არის. მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ ქალბატონანი. სასიამოვნო ასევე თქვენი მოსვენა, იმედია გამოჯამრთელდებით ძალიან ახლო მომავალში და გაგვახარეთ თქვენი პრეზენტაციის ასევე. შევეცდებით შემოძვირფასო, მეც მომენატრეთ ყველანი ძალიან. Ну, რა ვიცი, ვირუსი იყო, რომ არ იფიქრონ ჩვენმა ძვირფასმა სტუმრებმა და პარტნიორებმა რამე ისეთი, მაგრამ რაღაცატომ პროდუქცია არ მქონდა ისე კარგად, რომ მალე გამოჯამრთელებულიყავი და ნამდვილად ფაქტორ მოთხმა ეხლა ნამდვილად გამიყვანა შედეგზე და უბედნიერესი ადამიანი ვარ და აუცილებლად ვიტყვი ჩემს პრეზენტაციაზე. აუცილებლად ვიტყვი CBD-ს ზეთმა და ფაქტორ 4-მა მე უკვე მე მგონი სრულ გამოჯამრთელებამდე მიმიყვანა, იმიტომ რომ ანალიზებიც გავიკეთე და აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაში მაქვს ალბათონო ნანა. და ჩემო ძვირფასო პარტნიორებო, ვინც გულშემატკივრობთ, ყველანი მიყვარხართ გეფერებით და მალე შემოგიერთდებით სრულყოფილად. სრულფასოვნად. ძალიან კარგი, მოხარულები ვართ, რა თქმა უნდა. მოხარულები ვართ, რომ პროდუქტმა თავისი შედეგი დადო. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ ლივგუდის პროდუქტი, ძალიან დიდი შედეგები მოგცათ ლივგუდის პროდუქტმა, მაგრამ მოგაკლდათ ცოტა, არ გქონდათ გამოწერილი და ამიტომაც ცოტა შეყოვდა თქვენი ვირუსი. მადლობა ხართ, რომ ეხლა მაინც თავის საქმე გააკეთეთ. კი, ცოტა დრო უნდა და ეს ვერ გავთვალე. არ მეგონა თუ ესე გამიზრდელდებოდა. თავისთავად ყველამ ვიცით, რომ ცოტა დრო უნდა საქართველოში რომ შემოვიდეს და ამიტომ დამიგვიანდა და იმიტომ გამიზრთულდა და გადავრჩი. მადლობა ღმერთს. კი, წარმატებებს გისურვებთ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. და გამოჯამრთელებას. რა მინდოდა მეთქვა, სანამ ვინმე ალბათ მოიფიქრებს ალბათ შეკითხვებს, როგორც გითხარით, უკვე შევქმენი უკვე ჩატი, სადაც თქვენი შეკითხვები იქნება. ასე უკეთესი იქნება. ეხლა დღეს პირველი დღეა და მესმის მართალი თქვა ქალბატონმა ნანიმ, რომ ჯერ არ ახართ მაინც და მაინც შემზადებულები იმისთვის, რომ აი ეს ბრიფინგი აღიქვათ კარგად და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ აი იმიტომ მოვიფიქრე ასეთი რაღაც, რომ ის ჩატი, როდესაც იქნება, თქვენ იმ ჩატში აუცილებლად დასვავთ შეკითხვებს, წერილობით შეკითხვებს, რა თქმა უნდა, გვერდზე დაწერთ ვინ ხართ და რა შეკითხვა გაქვთ. მე ამას ყველაფერს თავისთავად გადავხედავ და ასეთ ბრიფინგებზე მე დავიწყებ იმ შეკითხვების ამოკითხვას და იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და შესაძლოა ვიღაცა ვინც დასვა ის შეკითხვა, რა თქმა უნდა, თქვენ რაც გაინტერესებდათ, ის შეკითხვაც დააკმაყოფილოთ, ხო? და ამასობაში, რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც მოემზადებიან, ვინც პირდაპირ დასვა შეკითხვას. ეს დასაწყისშიც თქვი და ეხლა ვინც ცოტა გვიან შემოგვერთა, იმათვისაც ვამბობ, რომ აი ესეთი სახით იქნება ფაქტიურად კითხვა-პასუხები და შეივსება ეს ცარიელი ადგილები, სადაც ადამიანი ჯერ ფიქრობს, აბა რა შეკითხვა დავსვა, ეხლა რა მაინტერესებს. უბრალოდ ის არის საინტერესო, რომ აი ახლა შემიძლია უბრალოდ გაჩვენოთ ჩემი ტელეფონი და პირადში მაქვს უამრავი შეკითხვები დასმული. აი უამრავი. აი ვერც კი დათვლით იმდენი. აქ რატომღაც ან ერიდებათ, ან რაღაცა სიტუაცია იქნება ისეთი, რომ იმ წუთში ვერ ახსენდება თუ რა ხდება და ძალიან უჭერთ ადამიანებს ასეთ სახით მოღვაწეობა და თანამშრომლობა ჩემთან ერთად. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი გამოსწორებადია, არაფერი არ არის საგანგაშო. და დროთა განმავლობაში ამ სიტუაციაშიც დავიხვეწებით აუცილებლად. Ну, რა ვიცი, თუ არაფერი გაქვთ განსახილველი ჩემთან ერთად, ალბათ მე უკვე დავასრულებ ამ. ესალმებით ქალბატონანა. აი, აქამდე უნდა მეთქვა, რომ დავასრულებო. ისმენთ. გისმედით, ცოტა ტელეფონი დამიჯდა და თავიდან შეფერხება მქონდა, მაგრამ არა უშავს, ძალიან ვისიამოვნე თქვენი პრეზენტაცია ბრიფინგით, ასე ვთქვათ. აქამდე უსმენდი და ახლებისგან მაინტერესებდა უფრო შეკითხვები, მაგრამ ძველებსაც გვაქვს რაღაც შეკითხვები, ესე ვთქვათ, თუ ძველი გვქვია უკვე
საერთოდ არც ერთი შეკითხვის დასმა არის სირცხვილი, პირიქით, რაც მეც გაიგებს ადამიანი მეც შეკითხვას დასვას, უფრო მეც გაიგებს, არც ერთი შეკითხვა არ ულელური, იმიტომ რომ რადგან დაიბადა, ესე იგი უნდა გაეცვას, ასე ვთქვათ, პასუხი, ხო ესეა? ამიტომ მე მაქვს ესეთი შეკითხვა, ქალბატონო ნანა. ჩვენ კაბინეტში არის ესეთი სახელწოდება, არ ვიცი ეს Google-ის სწორი ნათარგმნია თუ არასწორი ნათარგმნი. აი, როგორ არის, რა არის, რას წარმოადგენს შვილობილი კომპანია, მაგალითად. აი, კაბინეტში ხომ წერია შვილობილი კომპანია. წერია, აი, რა არის ეს, როგორ შეიძლება გავიგოთ, ძალიან მაინტერესებს. ეს არის საკმაოდ ვრცელი პასუხი, ქალბატონო ია, შვილობილი კომპანია არის საკმაოდ ვრცელი პასუხი, რომელზეც ახლა ნამდვილად ვერ გამოვყავ დრო და მე ახლა როგორც კი დასრულდება, ამაზე ანოტაციას დაგიდებ პირდაპირ, როდესაც დასრულდება ბრიფინგი. და ნებისმიერ არასწორად თქვენ და ყველა გაიგებს, რას ნიშნავს შვილობილი კომპანია. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან კარგი, ესე იგი, სწორად დამისვამს შეკითხვა, ნამდვილად მაინტერესებს. კი, ბევრს აინტერესებს და თქვენ გახსენით ეს საკითხი და კარგია, რომ დასვით ეს შეკითხვა და აუცილებლად დავდებ ინფორმაციას. კი, კიდევ მაქვს იცის ვიღაცებმა იციან კიდეც, მაგრამ არის მოკლე პასუხი შემიძლია, მაგრამ არ იქნება ეს სრულყოფილი პასუხი, მაგრამ ჯობია სრულყოფილი ესეთი ვრცელი პასუხი დაგიდოთ პირდაპირ ინფორმაციის სახით. კი, ნამდვილად მიჩენია ვრცელი პასუხი, რომ უფრო საფუძვლიანად გავიგო, რას წარმოადგენს. მადლობა, კი, მადლობა. აი ესეთი იყო ასტრიაში, როდესაც ჩამოვედი. ნუ ფაქტია, რომ მე აქ ტოლვილად ჩავბარდი, იყო ასეთი სიტუაცია და თავიდან ასეთი სახით ჩავბარდი ავსტრიაში. და იქ ესეთი კითხვა დამისვა რეფერატორმა, რომ აი რასაც დაგისვათ შეკითხვას, ან კითხვით, ან არათქვით. სხვა დაკმაყოფილდა ამ მოთხოვნილებით და რასაც ეკითხებოდნენ, კი, არა, ესე რობოტებით პასუხობდნენ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ აი კი, არა რომ გითხრათ, თქვენ იმ შინაარს, რაზეც უნდა ვილაპარაკო, ვერ გაიგებთ. ახლა შეუძლებელია, ხო, ვიღაცა ეს მტკით აუხსნა ის, რა სიტუაციაც არის საერთო ჯამში და სურათი დაანახო ადამიანს. ახლა ცოტა უცნაურია, მე ვუთხარი, ასეთ შეკითხვების დასმა, მე დაკითხვაზე ხომ არა ვარ იქ სადღაც დაუშვებ. აი ვინმე დიქტატორთან, რომ აი ეს კი არა და არა გაკופლება ზედმეტი ილაპარაკო. თუ მეკითხებით ჩემს მდგომარეობას, მაშინ უნდა მკითხოთ შესაძლებლობა, რომ მომცეთ შესაძლებლობა, რომ საერთო სურათი აღწერო, ხო? კით და არათი თქვენ პასუხს ვერ მიიღებთ დამაკმაყოფილებელს და ვერც მე დამაკმაყოფილებთ იმით, რასაც თქვენ ხო, როგორც ტოლვილი ადამიანი. კი, რა თქმა უნდა. აი ესეთი სახით ახლა ყველაფერს აქვს გაშლა. მოკლე პასუხი შეიძლება რაღაცაზე უპასუხო და კი, დაკმაყოფილდეს ვიღაცა, მაგრამ გაშლილი სურათი რო დაჯდება, იქ ის უფრო გასაგებია. აი, უბრალოდ პატარა მაგალითი ამასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა. მადლობა თქვენ შეკითხვისთვის. დიდი მადლობა. წარმატებები ქალბატონო. სასიამოვნო იყო თქვენი ბრიფინგი. არაჩვეულებრივი დიქცია გაქვთ, არაჩვეულებრივი ტემბრი, ძალიან კარგი გასაგების უნარი და მთლიანობაში შესანიშნავად გამოიყურებით. გაიხარეთ. ერთასო და ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოს იმისთვის, რომ გინდა რომ სხვებსაც გქონდეთ სიკეთე. გაიხარეთ, დიდი მადლობა, ასევე თქვენს ჩვენთან ერთად, დიდი მადლობა. კარგით, აბა, მეგობრებო, დავასრულოთ მაშინ ამით ჩვენი, ასე ვთქვათ, პირველი ბრიფინგი. ამბობენ ხოლმე, რომ პირველს რასაც აწყობდა, რასაც აკეთებ, ისეთი საუკეთესო არ გამოდისო, ის რა მიზნითაც შევიკრიბეთ, მეტნაკლებად გამოგვივიდა, მეტნაკლებად არა, უფრო მაინც პრეზენტაციას დაემსგავსა ეს შეხვედრა, მაგრამ არა უშავს, ეს პირველია, დროთა განმავლობაში დავხვეწავთ ამათაც აუცილებლად, თქვენი დახმარებით, თქვენი თანამშრომლობით მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას კომპანია გიმპულში. არ ვიცი, ამით დაგემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, სასიამოვნო საღამოს, კარგ სასიამოვნო ურთიერთობას, ლამაზ საღამოს და ტკბილ მშვიდობიან ღამეს და ხვალ კიდე წარმატებულ და პროდუქტიულ დღეს.
კარგად გრძანდებოდეთ. ბედნიერად მეგობრებო. მადლობა.